ერთხელაც ვიღაცა მიკაკუნებს ოფისის კარზე. მოვიდა ვიღაც თეთრი პიჯაკით და შარულით მოვიდა ეს რა, ბიძინა. ბიძინა. პირველი მილიონი ხედა როგორ იშევა კარზე კაკუნით. ესა უნიფორმა. ვისი უნიფორმა ხო ხდებია? კოცის. ობრაზი და ეს ტიპაჟი კოლექტიური ეს მართავს სახელმწიფოს. პადარგაჩვილი და ივანიშვილი იყვნენ უკიდურესად დაპირისპირებულები, ეზიზღებოდათ ერთმანეთი. ტარიელის სასტავი, კალაშოვის სასტავი, ვინ დომინირებს ეხლა რომ ჩერეზი მათით გაუშვათ ესა რა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო როგორც სახლი ერის ინგრევა. ამ დროს ესენი უყოლა დედას ბუშტები, მამას პრინცესები. ეს კაცი სინამდვილეში უფრო მეტჯერ არის პოლიციაში დამყოფით საარჩევნო თათბირებზე. ვინემ რიგითი პოლიციელი ეს რიცხეს მილიონი იმას, აღევარი მილიონი, 3 მილიონი, 5 მილიონი გააგიჟდნენ. გორის ბიუშეც ადავებდათ. თავის შულს რო 1001 ლუკმა მიუტანოს, შენ შულს ბოლო ლუკმა საერთოს. კახათ არგამაძის იმედი ქონდა. ბიძინაც მარო მოტაცის კურდება, ლამის მინისტრი კახათ არგამაძე თვითონ დარბოდა ავტომატით. ბიძინამ კიდე გომელაურმა როგორც დაარბი. წესიერ ადამიანს, რომელიც ბუნებრივი მოკავშირეა პოლიციელის, პოლიცია შეაზიზღეს. რა ბრალი წარედგინება ხარაზიშვილს? ხარაზიშვილმა ამ დანაშაულში შეითრია და ის 400 კაციანი თუ რაც არის გედედე. ის ბაიანს როყრია, ის ზაკლაჩიკი, იმ ზაკლაჩი ხარ ჩადებს და იქ რო იკეკება ქვაში. ივანიშვილს ურჩევნია, რომ აი ამ 30-დან 30-ვე გამოვიდეს აი ეს. ამ კაცს აველა ზუსტად ეგეთი. ამ კაცს ბიძინა აი ამ ყველა რესურსს იმისთვის იყენებს, რომ სულ თვითონ იყოს. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს, ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, უკვე 9 მილიონამდე მნახველი ყავს და მნიშვნელოვანია რომ ადამიანები რომლებიც უყურებთ ჩვენ პოდკასტს გამოიწეროთ. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს და ვეკითხებოდი სხვათა შორის როგორ უნდა წარმოედგინა და რაღაც საინტერესო ვერსიები მითხრა თავად და ბატონო მურთას. თქვენ რომ წარუდგეთ ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა წარმოედგინეთ ანუ თქვენ? მე მგონი ყველა ერთნაირად უნდა წარადგინა უკვე ლევან მოგესალმებით პირველ რიგში. ვის სხვანაირად მე მგონი ანუ თავი წარდგენა რაღაცას წარმოვადგენ რაღაც გაეროს რაღაც პარტიის რაღაცა ნუ არ არის რელევანტურია იმიტომ ეს ყველაფერი გაუქმებულ განადგურებულ გასამტვერებულ გაფორმალებულია რა ანუ რა რადიკალებს და ყველა კი არ გვეძახი რადიკალი იმიტომ რომ არაფორმალებს თუ რა ფორმალური სივრცე მეტიდან შევიქმენი ეგ ფორმალური სივრცე აღარ დატოვა ამიტომ ყველა მეც ალბათ დანარჩი ვისაც გონია რომ სხვა არის მე მგონი ეშლება არის ესეთი გიჟი იაპონური ფილმები რო არის ხო სამურაი რო გაძვალტყავებული რაღაცა ნაომარი ნაშკარი რაღაც რო დაინგრა და ტყეში რო მაგრამ ხმალი რო უჭირავს მარტო და რაღაც მოსასხამი გაძეძილი მოსასხამი რონინს ეძახიან მე მგონი მაგას რონინი არის აი ესე მაგდღეშიო ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასეთ შეგრძნებები მაქვს ჩემთან დაკავშირებით უთლად სამურაი რო პოდკასტი დავაწერე ხო თად ესეც რო არ წარმადგინო ეხლა რაღაცა თუ გინდა ექსპერტი რაღაცა აკეთილშობილებენ ხოლმე ადამიანები მე ამას რა განსაკუთრებით ტელევიზიებში ხდება სადაც ფორმალური გარემოა უნდა კონდეს სტატუსი კი ან ექსპერტი ხარ? პოლიტოლოგი, რაღაცა ხო, ნახუდო ეკანეც რუსები რო იტყვიან, რაღაცა ის. კარგი, მოკლედ უბრალოდ მურთას დოდელავა, ჩემი აზრით, ამ სახელ და გვარის შემდეგ არ მგონია რაიმე რეგალიები საჭირო იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის აბსოლუტურად გასაგებია, ესე იგი, ვინ არის ჩემი სტუმარი და პრინციპში თემასაც მიხვდებიან ბატონო მურთას. ეხლა მე და თქვენ რაღაცა იმას რა ქვია, გრეჩიხას და იმას არ გავარჩევთ, რა ქვია, ბრინჯს გასაგებია, ხო? ხო, რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ რაღაცა კორუფციაზე, მოპარვაზე, ქურდობაზე, რაღაცა პროპაგანდისტ რაღაცებს და აი უცებ რო ჩამოთვლისთანავე რო გაგახსენდება ეგეთი კაცი, ვინ შეიძლება იყოს, აი პროპაგანდისტიც რო არის, მილიარდერიც რო არის, ქურდიც რო არის, ყაჩაღიც რო არის, ნუ ეხლა ბიძინამდეც მივალთ, მაგრამ მანამდეც რა ვიცი, თან მიკროფონი ახლა ვსაუბრობთ, თან პოდკასტი, თან კამერა და მე მგონი რუხაძე. იმიტომ რომ თვითონაც ცდილობს, რომ აი ამ როგორც ჩანს ეგ თulis, რომ იმედიმა როგორც ესეთი კლასიკური გაგები დაასრულა მოღვაწეობა არ უსმენს ხალხი, არ უყურებს და ამიტომ იმანაც გადაწყვიტო მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა მონსტრი შექმნეს. ხო. თუ უზარმაზარი ფული ისმება შეკითხვათ შორის და პირველ რიგში ჩვეულებრივი ხალხის გადამხდელის რა ეს პოლიციიდან ხო არ მოდის. ეფექტურად არ თulis და ამიტომ თვითონ აი სულ TikTok-ში და ამ პოდკასტებში სულ ეგეც ჩდება რომ აი მე რაღაცა გადაცემებში დადის. სულ მახსენდება რუხაძეზე ერთი მარტივი ისტორია. აი თქვენ ხართ თქვა პატარგაჩვილების ოჯახი. ხო. მე ვარ რუხაძე, თქვენი დამცველი, თქვენი ერთგული ადვოკატი, ბუღალტერი, ეკონომი, თქვენი კაცი რა. უნდა ვიზრუნოთ თქვენ კეთილდღეობაზე. ეს არის სამი აქტივი ქონდა პატარგაჩვილებს საქართველოში. ძირითადი აქტივი ეს იყო იმედი ხო, ტელეკომპანია იმედი, აი თქვათ ეს არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ლიბერტი ბანკი თქვათ. ეს ნუ სამი ძირითადი აქტივი ჰქონდათ. ესე იყო რა. ხო, პატარგაჩვილი და საქართველოში 90-იანებში ესე შემოვიდა და რაღაცა ეს ამაში შექმნა ეს სამი ძირითადი აქტივი ამ ოჯახმა. მე მოდის რუხაძე, პატივცემული ეს ირაკლი რუხაძე, ჩემი გამოსა უბრალოდ ჯაყო ჩვეულებრივი, ოღონდ ამერიკული განათლებით და შესაბამისი ჩამწნული რაღაცა.
სვეცკი ჯაყო რა მოდის ამათთან და ეუბნება მე ვარ თქვენი თუ დაიქირავეს ეს კაცი ეგ იყო მაგათი ბუღალტერიც ადვოკატიც უფლებადამცველიც რაღაცა ლობისტიც და ყველაფერი და ეხა ისტორია როგორ ვითარდება ნახე ლეონ აი თქვა შენ ხარ ბადარკაჩვილების დიდი ოჯახი ეს არ იყო ერთი და ორი კაცი დიდი ოჯახი იყო და ეს სამი დიდძალი აქტივი გაქვს მე ვოვედი მე და გავხდი თქვენი დამცველი და არ გაბედოთ არ მიეკაროთ ამას არ ეს მე ვიცავ ამ ხალხს ეს მიდი წლები მიმდინარეობს უცებ იქ ამას ახლა მოდი წაგართმევენ მე შევინახავ ჩემთვის ხო იმედი მაგალითად იმედი პირველ ხო რომ თავრობა გიბძვით თქვენ და მე წავიღებ გაეშვით კაცო კეთილშობილს ხალხს მე ვარ ამათი უფლების დამცველი გავიდა 2 წელი რუსთავის მეტალურგიული წაგართმევენ ამას ხო წაგართმევენა მე ვიცი კაცო მე გიცავ მე ვიქინე მე ვარ შენი დამცველი მე ვარ ყველაფერი და ამ თქვენ აზირლებო თქვენა არ გაბედოთ და მიმაქ ესეც რაღაცა ლიბერტი ბანკი სამი გავიდა პერიოდი და რას ხედავთ რა რითი დამთავრდა ეს ყველაფერი მე მაქვს რა ხო რუხაძეს დარჩა მე საკუთრე ამ სამივე შენი როგორი დამცველია რა მაგარი დამცველია ხო აი რო ინატრებ დაცვა რო ესეთი მყავდეს მე ხო აი ეგეთი არ არის რა არ რჩება ეგეთი ბადრი აღარ არის და დარჩა რუხაძეს ყველაფერი მე ანუ მე გავხდი მე რუხაძე ამ ყველა შენი მთავარი სამივე აქტივის მესაკუთრე დღეს ვარ მე ხო მე ვარ რა ეხა წავალ ეხა რა ავდგები წავალ არაფერში არა ვარ რა წავედი რა გააპროტესტე შენს რაღაცა თქვი ისინი არიან რაღაც კი არაფერს არ იძახი ხმას არ იღებენ არის ნუ ხე სვალკე საკითხია როგორც ჩანს სხვა გარემოებებიც არის მაგრამ ყველაფერი წაიღო რა მაგრამ პრინციპში ჩვენთვის ეს გარემოებები ცნობილია რაღაცეებს უბრალოდ ლაპარაკობთ რუხაძიდან განსხვავებით მე გიბრუნებ ნივთებს ხო მაგრამ იქ იმ სცენარში ეს არ არის ეგრე წაიღო ყველაფერი თვითონ არის ყველაფერი არის თვითონ ლიბერტი ხო ანუ ეს ხო რაღაცა ინსტინქტი აქვს ანუ ამ ადამიანს ესეთი მომპარავი ქურდი პრინციპში რაღაცა რომ გამოეგონებინოს რამე ბიზნესი ქონდეს რუხაძის ისედაც არ არის ცნობილი რა ეს ფაქტი ახლა რაზეც საუბრობთ სხვათა შორის მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ამ თემებზე ხო ტელევიზიებში არ საუბრობენ ბევრმა ადამიანმა არ იცის როგორ გახდა რუხაძე მაგალითად ამხელა მილიონების ფლობელი ხო როგორ იმედი როგორ დაცვით ხო დაცვით ხო ანუ ეს თან ისე თვალხილული ამბავია ხო რომ აი მე გიცავ ყველაფერი მე და მე ეს კაცი რო გარდაეცვალა ყველაფერი დარჩა ამას ეს არის ბიზნეს იმას მაგონებს ხო მოდელია რა ეს ვერტნერი რატო არის მსგავსთან განისვენებს ხო გაგიგეთ ეგეთი გამოთქმა და ხა რატო დაძმაკაცდა ეს ორი კაცი ხო რატო რა ქიმია აქვს ეს იყო რუხაძე იყო პატარკაციშვილის სანდო ნუ რა დამცველიც იყო გავიგეთ რაც მოხდა ბოლოს მაგრამ იმის სრული ნდობით სარგებლობდა პატარკაციშვილი და ივანიშვილი იყვნენ უკიდურესად დაპირისპირებულები ეზიზღებოდათ ერთმანეთი ეზიზღებოდათ აი ტრები თუ ვიმე იყო ეს ორი ქართველი ემტერებოდა ერთმანეთს და მერე უცებ ეს რუხაძე გახდა ვისი ძმაკაცი აი ბიძინასი და რატო ხო რაღაც სულიერი ისულიერი მამა უფრო ბიძინა ალბათ მაინც ერთნაირები არიან ზუსტად კაცო ბიძინა რა შვება რაც გააკეთა რუხაძემ ამ ოჯახთან დაკავშირებით ზუსტად იგივეს აკეთებს ივანიშვილი ქართულ ხალხთან დაკავშირებით იგი დავაბრუნოთ რა გააჩნია ქართული რა გააჩნია ტრანზიტი გინიგზა რაღაცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები რაღაცა შეიქმნა ეგ რაღაც ეს ბუნებრივი წიაღისეული ოქრო რაც იყო ეს რაღაც საბადოები და ნუ რაღაც ბიტკოინი ესეც რაღაც აქტივია ხო ყველაფერი ჩემი როგორ ბიზნეს და თქვენი ქართველი არის ურთიერთობა მოვედი იგივე ვარ დამცველი ვარ ართმევენ ამას სულს ხდიან და დაიწყო იგივე პროცესი წამოვიდა ოქრო არის რა ქვია იმ საბადოს რომელიც ააფეთქა საყდრისი წავიდა ჯიბეში ხო მე გიცავ კაცო რას ლაპარაკობ მე 22057 წელს ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ეხლა მაცალე გიცავ მე შენ ტრანზიტის რესურსი წამოღებული მაქვს ენერგეტიკა გამოგართვი რა დაგჭა კიდე რა ვიცი რა გაქვს რა არის ეს მომავლის პერსპექტივა ნახეთ საათი მომავლის ეს ხო არის მომავლის პერსპექტივა რა ბუნდოვანია ქართული ხალხო ბუნდოვანი მომავლის პერსპექტივა რა ამას მე გავაკრიალებ ხა გავასუფთავე მე რაღაცნაირად ოდესღაც ჩავიდა ვერც მოთხოვე ხარ რომ თქვენ არ გამომდის ორი გავედი აი ეს ისტორია არა ჩვეულებრივი რა ქურდია რა ხო ისე ქურდებაცაცა ალბათ on დიდი მასშტაბი საერთოდ ქართულიო ჩემი აზრით ქართული ოცნების ძირთადი არსი ანუ მათი ძირთადი კონსტრუქცია არის ჩემსაც დამბრუნებთ ანუ მე იმ ბიზნესგან განსხვავებით გიბრუნებ საათს მაგრამ ქართველებს მომავლის პერსპექტივას ის არ დაუბრუნებს უნდა გამოართო ანუ წაართო ანუ როგორ იყო ხოლმე ხო 90-იანებში ხო გახსოვს კაცო რომ მეტროში ავტობუსში იმაში ვიღაც მოდიოდა ჯიბგერი გართმევ ის არ აბრუნებდა თუ არ გამოიჭერდი და არ წაართმევდი თუ არ გაეკიდებოდა ის კი არ გარკვეოდა გაიგებდი ჯო რა თქმა უნდა გადაგრეხით სემით პოლიციელიც მისკენ იყო ვიღაცა მოსყიდული ის არ მოვიდოდა ეს ხალი გაძარცული ხალი წიოკი ისმოდა მე ამ მეტროში ან ავტობუსში და თუ ამ ხალხს ხალხი გვერდი დაუდგებოდა იმას გამოიჭერდნენ დაითრევდნენ კარგად გაძუყნიდნენ და მე შეიძლება დაბრუნებულიყო
ზუსტად და იყო შემთხვევა რომ შეიძლება ხალხსაც ხმა არ ამოიღო იმიტომ რომ შარს ერიდებოდა და ეგეთ სიტუაციაში ვართ ხოლმე რიგ შემთხვევაში ხანდახან რომ მოიცა შარი არავით ახლა მეც რამე თავში არ ჩამოყავს შიშის ფაქტორი რაზეც დგას ახლა ივანიშვილი რაზეც დგას იგივეზე დგას აბსოლუტურად ძარცვავს და აშინებს ჩვეულებრივად ძარცვავს და აშინებს და ახლა ისევ მიუბრუნდები ამ თემას ანუ რა არის ქართული ოცნება და იქ მინდა რომ სულ ხო ამას ხსნით რაღაცას ჩვენც ვიღლებით გესმის ამ ეთერებში ერთი და იგივე ანუ ყველამ სინამდვილეში იცის ვინ არის ქართული ოცნება ეხლა მე შევეცდები რომ გაჩვენო ქართული ოცნების კრებსიტი სახე ხო აი შენ ყველა მიხვდება ვიზე მაქვს აი ესე ორი წამი და ნახე ესა უნიფორმა ხო ვისი უნიფორმაა ხო ხდები არა კოცის ხო უკვე მიხვდი სათვალიც არ დამჭირდა ესე ბეჭო ხო ზო აი ხო იცი აი აბა ნაციონალები გინდა ეს უნდა დაამატო ახლა ეს იგულისხმება ყველა ამ ობრაზში აი ის მაკლია ეს სებერგაში კრიალოსანი რაღაცა ან კრიალოსანი ეს აქ რო იკრამე ხოლმე რაღაცა და ბეში აქ ბეში ხო ბეში აუცილებელია ავალჯერ ავაშკაცარია გესმის ეს ობრაზი ხო ვიცით კაცო რაზე მჯელობთ აი ეს ხო ეს ობრაზი ახლა ეს არის ქართული ოცნების რიგითის არა იმათ უფრო მარტივი ეს უფრო ისეთი 100 მეთაური რაღაც რაიონის თავმჯდომარე ეს დადის ეს კაცი უკვე კაი გელი კიწყავს ხო იმიტომ რომ ბოლო არჩევნებში ძალიან მაღალი პრემიები იყო გელემაგელზე კონაში თორისი კი ტიპია რაღაცა ბეში თხელი გადმოდებულია რომ ნიშნად იმისა ნარუშილოკა ერთგვარი ეს ბეში ახატია აქ და ნიზაბურდო რაღაცე ნატშიტ ეხა ამ კაც არ უნდა შეიძლება ეს ობრაზი არის ქართული ოცნების კრებსიტი სახე და ეს ჩვენ ყველამ ვიცით ყველა პედაგოგმა ექიმმა პოლიციელმა სამწუხაროდ ყველამ იცის რომ ეს ობრაზი და ეს ტიპაჟი კოლექტიური ეს მართავს სახელმწიფოს რა ტრაგიკულია ხო ისე ნუ ეს რეალობაა ეხა რატო გავიგე კი არ მეხალისება უბრალოდ ვაჩვენა რომ დავიღანო ლაპარაკობთ უხსნით მაგრამ ყველამ იცის და ეს მინდა რომ მაყურებელი ვიცი რომ უამრავი მაყურებელი ყავთ ძალიან პოპულარული ხართ და ამიტომ აი ვაჩვენოთ ეს მარტივად აი ეს არის სახელმწიფოს მართველი ძალა აი ეს ტიპი რა ესეთი ტიპი ხო ეს უბანში რო დადიან ხო იცი აი ბაიანებით არის გავსებული ამის დაყრილია ეს ბაიანები კაცო იცი და ტურისტმა ხوار შემოიტანა გერმანიიდან მესტიაში რომ მიდის კარვით ის ასაკოვანი ტურისტები რო არის იმან კი არ ჩამოიტანა ეს ბაიანი ამის დაყრილია ამ კაცის დაყრილია ეს ამან დააჩმორა პოლიცია ამან გააყალბა არჩევნები, ამან დააშინა ამომრჩეველი. ანუ ეს არის მთავარი ოცნების მთავარი მაკეტებელი, საქმის მაკეტებელი. წილს პოლნი წილშია, კაცო ხელისუფლების. და სკოლის დირექტორიც ეგ არის. სკოლის დირექტორი კი არა, კაცო მე ვიცი ministrები, გამგებლობის საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, რომელთა მოადგილეები, IP-ის დირექტორები და ეს ხალხი არიან. აი ამ საქმის მწოდნე ხალხი და როდესაც დიდი მსხვილი ტენდერის გააწყვეტილებას თათბირს ნიშნავს რომ ministri ან გამგებელი რაღაცა შესყიდვა ტენდერი რაღაცა თა მოადგილეებს ეძახის და ეუბნება აბა რა ხდება რომელი კლანია ეხლა დაწინაურებული ახლა prime crime-ში ჩაიხედეთ ერთი ეხლა ნახეთ ეხლა ტარიელის სასტავი კალაშოვის სასტავი ვინ დომინირებს ეხლა რომ ჩერეზი მათით გაუშვათ ესა რა იქიდან მოვიტანოთ კატი და იქ ეძახის და ასეთი ხალხი შემოდის იქ თვალაშორის რეგიონებში განსაკუთრებით ამოიცნობენ ამას IP-ები პები, გამგეობა, დასუფთავება, საფრთხოება, ყველაფერი. კეთილმოწყობა, აი ეს ხალხია რა. მაფიოზა ხალხი რა. ეს ობრაზი არის რა ობრაზი, ხა კიდე რო ვთქვათ რა, უფრო მარტივად შევეცდები, აი ქუჩაში ხო ეხლა ძალიან ბოლო პერიოდი განსაკუთრებით არის რომ ეს ჟიზვარამ სმერტ მინტამ. ეგეთი ისმის ეს ყველგან სკოლის იმებს, ბანკეტებზე, ქუჩაში აი ეს გელევაგენები რო და წვერებიანი ჩეჩნები, კავკასიელები, ეს რუსები, ვიღაცები, ანუ და ეს მესნი ქართული ეს ოცნების ელიტა ეს სმერტ მინტამ ისე ყველა იმიდან გესმის მანქანიდან თუ სიტუაცია რესტორნიდან თითქოს ეს პოლიციელები რო გვერჩავლიან ხო იცი ვითომ ვერ გაიგო ვერ ხედავ არა ვითომ ვერ გაიგო თითქოს ის იძახდეს ეს სმერტ გავიცი დერმატოლოგამ რაღაცა აშვარი ისე გაგივლის გვერდს თითქოს ეს სმერტ მინტამ სინამდვილეში არის სიკვდილის სახელმწიფოს ანუ პოლიციელი სახელმწიფოა ხო და ეს ძალა რომელიც ხელისუფლების მართველი ძალა არის და იმავდროულად სკანდირებს სიკვდილის სახელმწიფოს აი ეს არის ჩემი აზრით ის ტრაგიკული კოლიზია რომელიც ანგრევს სახელმწიფო რა არის იდეაში ხა არ ვიცი ძალიან ფილოსოფიაში გადავარდი მაგრამ სახელმწიფო არის ერის საცხოვრებელი სახლი სხვა ფორმა არ გამოუგონებია კაცობრიობას სახელმწიფოში ცხოვრობს ერი სხვანაირად ვერ იცხოვრებს ხო ბუდეს ეგ არის საცხოვრებელი სივრცე და როდესაც ეს სკანდირებს ხელისუფლების ძალა ეს წვრილფეხა და მსხვილფეხა მომპარავები ერთად სკანდირებენ ქუჩაში, რესტორანში, კაფეში, მანქანაში, ყველგან სიკვდილის სახელმწიფოს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო
როგორც სახლი ერის ინგრევა და როდესაც სახლი ინგრევა, ხალხი გარბის, ხო? კი, ზუსტად. და ეს ხსნის ემიგრაციის მაღალ დონეს, ნიჰილიზმს, მომავალს ვერ ხედავთ პერსპექტივას, ყველა ხომ ამას გეუბნება, ბიზნესი ამას გეუბნება, პედაგოგი ამას გეუბნება, ნახევარი პოლიცია უკვე გაიქცა და ვინც დარჩა აი ამ მობრაში შედის ისინი. რატო აი ხო რა მაგარია. რა გამახსენდა ეხლა. რატომ გელაპარაკება ქართული ოცნების დეპუტაცია ისე თითქოს ესენი 1-4 ჯერ ციხეში ნამყოფი ხალხი იყოს. ხო. ამ დროს ესენი უყოლა დედას ბუშტები, მამას პრინცესები. გესმის და ეს ხალი დეპუტატები რო არიან ხოლმე, გამოჩვენე არასწორო. აი არასწორო ეს რა. სად დედას მართლა ეს მეტროში არა ეს ხალხი ნამყოფი საერთოდ. და რო დაიბადა მწოლი ყავდა და დღემდე კი, ანუ ყველა ეს დიდარიო და ფუფუნებაში გა დედას ბუშტები გველაპარაკებიან ისე თითქოს რაღაცა ამათ რაღაც კრიმინალური ის აქვს გავლილი ქვევიდან ზევით წლების განმავლობაში არა კაცო იმეორებენ იმ ობრას ანუ იმას ელაპარაკებიან საკუთარ ჯარს გინებათ ამ მომრჩეველს აი ბიჭურად ვითომ რა არა ქართული რაღაცა ერთი ვიცი დეპუტატი ასაკოვანი კაცი რაიკომის ინსტრუქტორი იყო და ებარა რაიკომში მოწმეების მიყვანა ჩხრეკის დროს ამით იყო დაკავებული ეს იყო მისი საქმე და ეხა გველაპარაკება ჩემი რა აი რა მართლა ანუ სირცხვილია უბრალოდ თუმცა ეს არ არის რაღაც ახირება მათი ეს არის მათი მცდელობა რომ ბმა იპოვონ იმ ძალასთან რომელსაც ეყნობიან მაგათ ელაპარაკებიან ხო რომ მაგნეირები გახდნენ მე რა ხო ნუ აჩვენება ჩვენ ვარ თქვენ აი ჩვენ ვაცნობიერებთო თქვენშია ჩვენი ძალა და აგერ ვიზუალურადაც და ვერბალურადაც გემსგავსებით რა დამცხა ეს ოპერაცია აშკარად მაგრამ ეგ ხო იმას აქნეს ანუ ეგეც ხო გააუყურმართ ეს მოდი აი მაგ მიმართულებითაც ხო გააუყურმართ ეს შენ გაქვს ეს ნიჭიერი ისე ეგრეა აბსოლუტურად ეგრეა ესეთ ხალხს ლევან შენ როგორც აღწერ ხოლმე ეგეთ ხალხს რეალურად იმ სამყაროში რომ სამყაროზე წარის საუბარი რომელსაც ისინი მიამსგავსებენ თავის თავს იქ უბრალოდ ხელს კარ ჩამოართმევენ ხო გამარჯობას აეტყვი კაცო ეს ხალხი ვიზეთ შენ ამბობ აი ეს კაციც ეხა ვიზეთ მე ხო ეს კაციც სინამდვილეში უფრო მეტჯერ არის პოლიციაში დამყოფით საარჩევნო თათბირებზე ვინემ რიგითი პოლიციის უფროსთან აი 20 წელი რო პოლიციაში მუშაობს რიგით ის თავის უფროსთან არ არის იმდენჯერ დამყოფი რამდენი ვითომ ეს ტიპი ხო ვითომ შავი ეს ტიპი რომელიც ყველა თათბირს ესწრება სუში პოლიციაში რაც იმათ ენაზე ხო ნიშნავს რომ ის ადამიანიც აღარ არის აი ხო რა ვარესი კიდე თქვენ ერიდებით მე არ ვერიდები ჩემ პოდკასტში უფრო ის არის ფარჩაკი რა ვიცი საშინელება იმას ხელს აი რიგითი ჯიბგირი რაღაც რო იპარავს ის თავისთვის რო ცხოვრობს ხო იცი ის ამას ხელს არ ჩამოართმევს ხო მართალია სწორია ხელს არ ჩამოართმევს უბრალოდ მაგრამ მე ჩვენ ხო გვიტრიალებენ ნახე ჩვენ რა პრობლემა გვაქვს რა მართლა მაგმართლებით პრობლემა გვაქვს ანუ არ ყოფილა რომ ეხა წარმოვიდგინეთ წინა ხელისუფლების დროს მაგალითად რომ თანამდებობის პირს ეტიროს რომ ქალმა მცემ ხელი გამარტყა და ციხეში გაიშვათ ის ქალი ხო მართლა აპოკალიფსი მოხდებოდა იტყოდნენ რომ აი ნაციონალები მტარვალები აი ესეთები და ამ დროს თან პარალელურად ორი დღით ადრე რომ ასობით ადამიანი ნაწამები და დასახიჩერებული იყოს ერთი კაცი არ იყოს დაჟილი და ამ დროს ქალს უშვებდეს როგზე ანუ აი ეგ ხა იმ ბაბულიკურ რაღაცა სათვალიან კაცში აი მაგ მენტალობაში მაგას როგორ ხო ახერხებენ აი მან ხო გვიგებენ იდეაში ახერხებენ მაგის გაправებას რა გვიგებენ ანუ დომინირებენ ანუ მედია რუხაძე რატო შევეხე რომ იმიტომ ამაში არქიტექტორია ამისი რა ტიპი იძახდა რომ უნდა იყოს მაესტროს როგორ ეხებით იქ რაღაცა გვინდა ამის ყურება აი ეს კაცი იყო გესმის და უცებ ყველაფერი დაითრია და ბიზნესთან მოაკუჩა ყველაფერი ყველა ტელევიზია ყველა რადიო ყველა გაზეთი ანუ ამაში გაეძრო გესმის და ეხა აპოკალიფსი რამდენჯერ მოხდებოდა კაცო რა კი ამ შემთხვევაში აპოკალიფსი მოხდებოდა მაგრამ უარესი აპოკალიფსი თქვათ აი დავიწყე რაც გამახსენდება უცებ ეხა რა აი რაც მოხდა რაჭაში მე ერთი წამითაც არ მინდა წარმოდგენა რა დაემართებოდა თქვათ გიგი უგულავას მისი ცოლშვილი იქ რო ყოფილიყო და იმ მეწყერით ჩამოწოლამდე ნახევარი საათი და ადრე ეს დამთხეოდა თუ რავი რაც არის მე არ ვიცი დამთხევა იყო იმიტომ რომ რაღაცა იცოდათ საფრთხე რო იყო იქ როგორც ჩანს იცოდნენ და გამოარიდეს ესე ბლატებით ერთმანეთს ეს რო გაეკეთებია თქვათ გიგის იმიტომ რომ ეს მერის კალაძის ამბავი იყო რაც მოხდა რაც მახსენდება სახში შეუვარდებოდნენ კი სწორია აი არავინ არ ტელევიზია არა ჩვეულებრივად მივიდოდნენ სახში ეთქოდნენ რომ აი რაღაც შენი ცოლშვილი უნდა დავხოცოთ ხო კი ბატონო აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში და ასეთი რამდენია რა ვიცი რა აი მაგალითად რა შეიძლება გაგასენდება 19 წლის სტუდენტები რო გოგოები რო ციხეში გაუშვეს იმის გამო რომ უბრალოდ რაღაცა დაუძახეს რა აი რაღაცა დაუძახეს რომ შეხარ რუსი რაღაცა და 19 წლის გოგო სტუდენტები რო ციხეში ჩაესვათ ადმინისტრაციული წესით. კაცო, უბრალოდ სუშის ჭამდა ხოლმე ხანდახან. სტუმარი რომ მოყავდა, სუშიში მიყავდა რაღაცა მაშინ იაპონიაში თუ რაღაცა იყო რესტორანში და სტუმარს აჭმევდა და იქ უვარდებოდნენ რომ რატო ჭამ.
სუში სხვათა შორის არა რატო ჭამი ყო თავია რატო ჭამს მაო არა მანდაც ხო მუღამი რა იყო სუში მართლა ეგრე 2011 წელს რაღაცას ვიტყოდი რომ სუში ჭამდა ჭამს იფიქრე რომ სუში ღირს 900 ლარი რა ვიცი და სიკანს და იმას ატყავებენ ყველა იმას არა მართლა ეგრე იყო რა სუში არა 3 ლარი ღირს ის 1 წელი რა რავი რა 6 ლარი არა თუ პრეზიდენტი ხა მოდი ვთქვა ეხა სხვა თემაა სუში ჭამა მაგ რატო იცი ხა ბადრიჯანი ჭამაზე ხო ანუ ლევან პროპაგანდას ბადრიჯანს ფხალს რატო ჭამ არ იყო ფხალი უფრო ძვირი ღირს და ის რა ქვია ბადრიჯანი უფრო ლენე ხო უფრო ძვირი ღირს ბადრიჯანი ნიგზიანი ბადრიჯანი ბევრად ძვირი ღირს რესტორანში ვიდრე 1 ცალი სუში მაგრამ ეხლა რო ეთქვათ რომ სააკაშვილი ბადრიჯანს ჭამს ხა ცოტა ჯობდა რომ სუში ჭამს სააკაშვილი და ხალხი გაგიჟებული იყო ბობოლა კოცია მარკ პრეზიდენტი კი არ არის კაცო ყველა რა ვიცი მე გეტყვი რა ჭამს ეგრე რესტორანში ყავდა კალაძეს 30 კაცი უბრალო რაღაცა ვახშამზე და 4800 ლარი დახარდა ეს ეხა ნახე მონოგრაფში და ამბებია ქართული ამბები მე რასაც უყურებ ოცნების მაღალი ფენა თქვენ საშუალო ფენაც ასე თუ ისე დაბადების დღეს საქართველოში არ იხდის კი ბატონო სად იხდის ერთად რომი უყვართ იქ დუბაი ახლა რუსულ ნავაზე დააჭდნენ სტამბული ასე შემდეგ დაბადების დღე ბავშვის ნათლობა ქორწილი ეს ყველაფერი გახდა მრავალ მილიონიანი აბუდაბიში და ხო რაღაცა ვიკენდზე მიდიან ესმის ერთი წესიერი მე ახლობელია რომელიც წესიერი ადამიანია და ამ სამინისტროში ჩარჩა ერთ-ერთში რა და ზუსტად იცის ხოლმე რომ უცებ უჩაბაც რო ყველაფერი გამოიკეტება წავიდნენ მაშინ რა ქვია ვიკენდზე წავიდნენ სად ვიღაცის ან გათხოვდა ან დაბადების დღე ან მთელი სამი დეპარტამენტის უფროსები მინისტრი მოადგილეები ყველა წავიდა და ეს იგებს მე შედი საიდან იგებ მეთქი რო ვეკითხები აქ Facebook ცოლები დებენო ეს თვითონ ხო არ დებენ ცხადია მაგრამ ცოლები დებენ რა ხა ესეთი ის არის ის რა სისულელია იქ ფოტო გადასაღება დავიდა ვენეციაში ხო ან ვენეციაში ან რაღაც სილიაზე შედია გესმის და დებს და იქ ჩანს იქ ხურის ყური გესმის ან რაღაცა კლავია რაღაცა ჩანს იქა და ეს ხდება ეხლა რომ წაიხიკა მთელი ხურის ყური ეს ხალხი ჩემო კარგო არც ერთ ივენტს საქართველოში არ იხდის იმდენი ფული აქვს რა იმდენ ფულს იპარავენ და ეს ფულის მოპარვა აი როგორი ისმის როგორ იცი როგორ ხრავს და ეს ხრავს ეს ხმა რო გესმის ყველა იმიდან რომ გამოდის რომ აი ხრავს ყველა კაბინეტიდან ყველა სამინისტროში არის ფულის გახერხვის დეპარტამენტი მოღუნვის სამმართველო გაწევის გატკატის ტენდერის რაღაც წილში ჩაჯდომის განყოფილება უკიდურეს შემთხვევაში ეს ყველა სახეზია ის რა ქვია ერთი ის იყო რა დიდი ტენდერი ქონდა 8 მილიონიანი ტენდერი ქონდა კომპანიას მოგებული რა და ამ კომპანიას დავადექი წელიწად ნახევრის 2 წლის წინანდელი ამბავია და რაღაცას ვაკეთებ ამ კორუფციულ ამბავს და დავადექი ამ ტიპს 8 მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული და გამოვიდა ერთი ესეთი მოწესირო კაცი იყო რა მეტყველა და არ დაიმალა არაფერი გამოვიდა და მითხრა რომ აი მოდიო თუ კამერით ვარ ჩამწერო იმიტომ რომ სამსახურსაც დაუკარგაო შემოსავალსაცო შვილები ჩიერდამჭეო მეო შენ მოგიყვები რა სიმართლეს გეტყვი ხო გაინტერესებსო რომ ჟარგონზე რო თქვა ატრაკეფო რომ ამდენი ხანი გზა არ გაინტერესებს რატო არ არისო თუ კამერას გაწევო მოგიყვებიო და კარგი თქო რა თან ახლა ისე მითხარ რომ შვილებს დავტოვებ რაღაც კაი გავთიშე კამერა ეს მე ვთხარ მოდი ახლა დავსდეთ ვილაპარაკოთ რატო არ არის ძმაო გზა 6 თვის წინ ფული რო აიღე აგე ჩარიცხვები არის რა ჩარიცხვა უკვე 6 მილიონი გაქვს ჩარიცხვა ეხლა მითხრა ესეთი რაღაც ეხლა მომისმინეო 8 მილიონად ხო მოვიგე ტენდერიო რა და რაღაცა პროცენტი მოგება 10-15% ხო უნდა დამჩესო იქო ჯერ ტენდერი რომ მომეგო და რაღაცა ვიღაცები დამადრენო თუ იქ იმიტომ რომ იმ კომპანიას უნდა მოეგო და შე რომ დაბალი ფასი აჩვენე ძმაო ეგრე არ არის რაღაცა და აი ეხა ამ კომპანია რომ გაჩერდეს აქედან მითხრეს რომ დაახლოებით რაღაცა 8 მილიონიდან 1 მილიონიო კაროჩე აქ უნდა დადოო ძმაო თუ გინდაო რომ საერთოდ ამ ტენდერ ვაფშე ხელი მოკიდო ეხა უთვალეო ჩემთვისო კომპანია დავთვალე უთხარიო რომ ნუ 1 მილიონს წაიღებ რაღაცა მაინც 300,000 მაინც დაგვრჩებაო რა აი 400,000 ამიტომ გვიღირსო და მივეცი ეს 1 მილიონიო მე ეს უკვე ხელშეკრულება რო გაფორმდა რაღაცა ვიღაცები დამადრიან და მითხრეს რომ ეგრე არისო ძმაო აქო ხე იმას ხელშეკრულება რო გავაფორმე თუ აქო კომისიაში იმას წილი უნდა მოკლედ რა ძალიან ბევრი ვარ გავაგზელო ტიპმა მითხრა რომ 6-7 შრე გავიარეო და იმ 8 მილიონიდან რაც უნდა გამეკეთებინა აი 1.5 მილიონი მაგარისეო და ფიზიკურად ვერ გავაკეთებო შეუძლებელიაო და ეხლა რას ვფიქრო ვიციო სად გადავხტეო სად წავიდეო იმიტომ რომ აი მე ბოლოს მოვლენო და მე მეტყვიანო რომ აი საათო არ არის ძმაო გზა და საათ წავიდე ხა ის 6 კაც სად ვდიო იმათო რომ იმას ამდენი მივეცი ამას ამდენი მივეცი ერთი გამოსავალი აქვს ლევან მაკას რომელიც ამათ ხშირად გამოუყენებია 1 მილიონი ნახევრი და 9 მილიონი უნდა შეიტანოს ოცნების საარჩევნო ფონდში ალბათ ბოლოს ეგრეც არაფერი არ გაკეთდა იქ მიხვდი გავიდა 2 წელიწად ნახევარი და აყარა და დატოვა კი ანუ ეხა ეს ნახე ეს თემა აი ყოველთვის მევცილობ ხოლმე რომ რაღაცა დეტალებიდან შევიდე იმ არში და ბოლო 1-5-6 წელია რა ხდება მოკლედ რა ხდება რას
აი შენ ხარ რაც მოყევი ამას ყველაფერს და ამ კორუფციას ჭირდება გამправებელი, რიგითი გამправებელი როგორც წესი არის ბუღალტერი. ხო. ბუღალტეროსაც სახელფასი 1500 ლარი და ეს არის სამინისტროშიც გამგეობაშიც და IP-შიც ყველგან ეს ერთი საწყალი ბუღალტერი კი არაფერს არ ვერჩი მართლა კი არ ვაკნინებ ანუ უბრალოდ ადამიანი რომ ჭანჭიკი ესე თქვა რა რომ ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს იმ IP-ში საერთოდ სამსახურში ვარ და ის იმ ხალხზე უფრო დაბალი ხელფასი აქვს ესმის ყველა მთელი ეს სქემა რაც შენ ახლა აღწერე ჩემი ესე თქვა გამოცდილებიდან გეუბნები ამას საგამოძიებო ამბებიდან ეს ყველაფერი pravdeba კონკრეტული ერთი ზირთად ეს ქალბატონია ბუღალტერის კისერზე გადადის. იმა უნდა გააწეროს, გააფორმოს, რაღაცნაირ ციფრები ერთმანეთზე უნდა მიასვას, რომ ნუ აუდიტი თუ შემოვა მაინც არაფერი არ ეშველება, მაგრამ აი უცებ რო არ ზედაპირზე რო არიდოს ეს ამბავი და რას პროცესს ვადევნებ ჩვენ თვალზე ხა ბოლო ნუ ესე 5-6 წელია და განსაკუთრებით შენ ახლა კეთილსინდისიერ ბუღალტერებზე ლაპარაკობ, თორე გორში ბუღალტერი იყო, ეგერი მარცხნივ თამაშობდა. აი მაგას გეუბნები ზუსტად. ეს დაარტყა ჩამოყარა. არა, ლევან ეს. ლენე. პირდაპირ იმაში ბეჩი რო გადადის. ხო, კაკროგო ბეჩი რო გადადის. ხელფას ერთ დარტყმაზე ეს დარტყმა და როგორ მივიდა ლევან? როგორ გახდა ეს ბუღალტერი ესეთ ისიც წესიერი იქნებოდა. ეს ბუღალტერი რატო უყვები ახლა? ეს ბუღალტერები ყველა ამას ხო უყურებს კაცო. ის ქალბატონის და სხვა და ეს ბუღალტერები რო გარბიან პანტაპუნტად. იცი ვის პაბექში ვინ არის ყველაზე ხშირად? ბუღალტერი. აი მაგათ პრეს რელიზებს ვეყნობი მე. ხო. საგამოძიებო ფინანსურის და იმის პროკურატურის. ბუღალტერი დავიჭირეთ, ბუღალტერი გაიქცა, ბუღალტერმა ფული გადარიცხა, მოტეხ. ანუ გააგიჟდა ეს ბუღალტრები რა. აი ეს რიცხეს მილიონი იმას, აღევარი მილიონი, 3 მილიონი, 5 მილიონი გააგიჟდნენ და ბოლოს ტიპებმა ბევრი მათგანი აი ესე როგორ ჩენაბო პროსტა გააგიჟდა რა, ანუ გაატარა ისე რომ რაღაც მომენტში ვიღაც შემოვა, ხო? რაღაც ბიზნესა როგორც კი წაიქცევა, მოვა რეალური აუდიტი, ჩახედავს და ეს ბუღალტერი დააჯდეს ყველას მაგივრად, იმ სიპის დირექტორი, მოადგილეები, გამგებლის ცოლის და ყველა ხო იქ არის. ხო და ეს ამ ბუღალტერებმა დაიწყეს ფულის გაწევა და პროსტა გაიქცნენ რა, გარბიან ასე გადარიცხა, აი როგორ ჩენაბო. და ესეთი ნიუსებით იყო სავსე და ეხლა სავსეა. გაიქცა ბუღალტერი მოტყდა, გადაურიცხა თავის შვილს რაღაცა 300.000, 400.000 და ამ ბუღალტერებმა თვითონაც დაიწყეს ბოლოს რა ესა, რომ ნახეს რომ ეს მასშტაბს გაჩვენებს ანუ. რა მასშტაბია, გაგიჟდა რა ეს. მაინც და დამიჭირო ნადგა და ჩაურიცხა მასშტაბს ხო შეხედა კაცო. სამშვიდე მარწყვევში ჩარიცხა და როგორია ეს. იქნება გავადაო. გორის ბიუშიც ადავებდოთ. კი, ესეთი უამრავი. ბიჭო, სასაცილო ხო არის, წარმოდით. აი მართლა რა დონემდე იყო სიტუაცია და არ ვიცი ხა არა ეგ რომელი IP რა შენა ეგ ვიცი რატომ ამ IP-ში ბოლოს როგორც გაირკვა იყო გახსნილი call ცენტრი ხო გახსოვს ეგ სერვერები და ის რა მოიგეს ანუ ეს ხო მოხდა იქ call ცენტრების ამბავიც ხო მოხდა ცალკე გაქირავებული იყო რაღაც კომერციულ ფართებად და სახელმწიფო რაღაცა ისა რა ქვია სახაჭაპური და რაღაცა და ყველა კომპანია რომელიც 70% კომპანიების რომელიც ტენდერებს იგებს ხო ამავე ფარგლზე იყო დარეგისტრირებული ხო ეს ანუ ეს იყო რაღაც ისა რა კიდე კარგად იყო მარწყვი კი არა და რულეტკას ნეტად რულეტკას და როგორ მაგრამ ეხა ეს ფულზე და იმაზე რომ ვილაპარაკეთ და კორუფციაზე მე მართლა მაინტერესებს და ბევრჯერ მინახავს დოკუმენტური ფილმი მაგალითად ბიძინამ როგორი შოვა ფული რა ანუ აი მინახავს ეს კვანტრიშვილა მართლა იცი რა ვერ ამოხსენი ვერასდროს ანუ ბევრი სქემა გავიგე ბიძინას რო კეთილსინდისიერად არ უშოვია ფული ეგეც გასაგებია ხო არც უკენბერგია და არც ის რა ქვია რავი რა ბიზნესა რითი და ვერაზოს ვერ მივაგენი თავიდან რითი დაიწყო აი კვანტრიშვილების თემა რუსული ბანკი იქ გენერალი ლებედთან რაღაცა დვიჟენიები ეს რუსული ამბები ეგ მე გავიგე აი იქამდე როგორ ხო აი იქამდე როგორ მოხდა ეს საჩხერელი ჭორვილელი კაცი რომელიც სალცალი ბოტები დაბლაყუნობდა თვითონ ყვებოდა ეგრე რომ ძალიან გაჭირებულა და იმოწყობოდა ხო რაღაცა ხო არ ქონდა мама პაპისეული ხო არ მოყვებოდა აი ეს კაცი ჭორვილიდან როდის ისწავლა აი ეს მომენტი ხო აი აქიდან გავაკეთებ მილიონს აი როდის გაბლანდული მე შენთვის ხოლო ჩვენ ხო არა ეგ მე რასაც ვაკეთებ შენთვის რა თქმა უნდა კაცო ყველა ჩემთვის კი არ მინდა ის ფულიც ხო იმისთვის უნდა დასარიგებლად უნდა კაცო ამერიკასაც შეასკდა ეხლა რომ აქ დაარიგოს რა ვიცი ხო ეუბნება ამერიკას ხელმოქმედებას ჩასაშვებად ეგ რა გადაობა ხო ლომკა ლევან ხელმოქმედებაში 2 მილიარდი ერთი სული აქვს ვერ ჩაუშვა ამდენი ხანია რა ვერ ჩაუშვა რა რო ხალხს დაეხმაროს და ეს ამერიკელები ხელს უშლიან და იხვეწება კაცი რომ მითხარი და მიმართულება თქვენ მომეცითო კაცო მეტი რა ვქნაო კი ესე მე რაც ვიცი ამ იმაზე რაც მაქვს ესე მოძიებული როგორი აი საკვანძო რაღაცა ანუ ბიზნეს
ცდილობა აქაც ქონია მას 80-იანი წლების ბოლოს და რაღაც კომპიუტერები თუ ასე ერთ-ერთ თბილისელკაცთან ერთად შემოუტანიათ რაღაც კომპიუტერები პირველი რაღაცა ბიზნეს და კომპიუტერს ვერ ვაკავშირებ. ეთქვა იმ კაცის იდეა იყო, რადვინუტი კაცი იყო. ბიზნეს და კომპიუტერი ვერ. არა, ხო, რაღაც აწყობი ქონდათ და მოკლედ ობეხე მე როგორც ვიცი, შემოვიდა ობეხე, მე მაგდროს სკოლაში ვარ და ამიტომ უბრალოდ ეს შემდგომ მოყოლილი ამბები რაც ვიცი რა, რომ მაინტერესებს ამ კაცის ისტორია, ყველას გვაინტერესებს მაყურებელსაც რა არის ეს კაცო. დაადგა ეს კომუნისტური ობეხე და ეს გაიქცა, ის დარჩა ის კაცი, იმან და ეს წავიდა მოსკოვში. ანუ ის რომ მიხვდა იმას, რომ რაღაცა ეს შემოიტანე გაყიდვაში აქ ფული რჩება. ეს გამოცდილება წაიგო მოსკოვში და უკვე იქ გააგრძელა და ეს კაცი თავისი პრობლემით ამ ობეხესთან ერთად დაუტოვებია აქ საქართველოში ხა. გვარი და რაღაცები არ მახსოვს ვიცოდი სხვა შორის მითხრეს, მაგრამ არც გავშაროთ ეს კაცი რაღაცა არ გავხსნა. არა, მე ფული საიდან იშოვა? ხო და ფული საიდან იშოვა და ჩემი კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული ადამიანების მოყოლილი არის შემდეგი. დიდი ფული საიდან იშოვა იქ რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ დიდი ფული იყო ესეთი რაღაცა. ჩვენი წიაღისეულის მომპოვებელი ქართული, მაგრამ საბჭოთა საქართველოსი ესე ვთქვათ რა, ეს ჭიათურები და ფეროები და ესენი რაღაც მოიპოვებდნენ, ეს ნედლეული იყო, ეს იყო ნედლეული, რომელიც გადიოდა რუსეთში და კონკრეტული მიზნობრიობა ქონდა ამ ნედლეულს. ეს იყო სამთო გამამდიდრებელი კომბინატებისთვის დამატებითი, ესე ვთქვათ, რესურსი, ანუ რკინას რო გააკეთებ, მარტივად ვთქვათ, ხალხმა რო გაიგოს, რკინის ნედლეულში ეს უნდა გაერიოს, ეს საქართველოში მოპოვებული და მე გამოდის ის პროდუქცია. რაღაც პროდუქცია ხო არმატურა და შემდეგ რა, რაც გამოდის. ხო და ეს საბჭოთა კავშირი რო დაინგრა ბოლო წლების განმავლობაში სანამ დაინგრეოდა აქედან რაც ნედლეული მიდიოდა იქიდან ფული არ ირიცხებოდა. გრადის პროცესი იყო რაღაცა ესეთი ამბავია. პრობლემები რაღაცა ამბავი. კი ბატონო საბჭოთა კავშირი ინგრევა არის ბანკები აღარ მოკლედ აი ეს ვთქვით ის ქარხნები რომლებიც ამას მოიხდა. მაგრამ აქედან ეზიდებოდნენ ამას. გამამდე ესენი მიდიოდა მატარებლებით ვაგონებით ეშელონებით როგორც ტრადიციულად დალაგებული იყო. ხო სქემა აწყობილი იყო ბუშაობდა მიდიოდა ფული არ მოდიოდა. ფული არ მოდიოდა და ეს დავალიანება გროვდებოდა როგორც დავალიანება როგორც მოცემულობა რა. დავალიანება საქართველოს პოსლეზე აგზავნიდნენ რა ესე რო ვთქვათ. კი, როგორც იყო საბჭოთა დიდი ეკონომიკა, ასე მუშაობდა ის ეკონომიკა არტერიული იყო რა. წავიდა მე წლის ბოლოს რაღაცა ერთიანად დათვალა იმ კაცმა გადმორიცხა, მაგრამ ის გადმორიცხები საბჭოთა კავშირში შეგნით ხდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, იმანაც ვერ გაიგო, სად გადაერიცხა, იქაც დაბნეული ბუღალტერი ხვდება ეხა იქაც. ხო და ეს ამბავი გაჩერდა, დავალიანებები გროვდება და ეს სახელმწიფო საქართველოს საკუთრებაა უკვე ეს კომპანიები, რომლებიც აქედან აგზავნიდნენ გესმის, მაგრამ ამათო დირექტორები ხო დარჩათ ვიღაც დირექტორი, ჯერ პრივატიზაცია არ მომხდარა და ამ დირექტორებმა სახელმწიფო კომპანიები, აი მარტივად რო ვთქვათ, ესენი გადაიქცა სახელმწიფო კომპანიებად. საქართველოს გახდა გამოუკიდებელი და სახელმწიფო კომპანიები. სახელმწიფო კომპანიებია, პრივატიზაციის ტალღა ჯერ არ მომხდარა, რომელიც მე შეხვედრამდე განახორციელა. რო კერძო რო გამშარიყო, ჯერ სახელმწიფოსია. კი, და ამას ხო დირექტორები ყავდა და ეს დირექტორები სახელმწიფომ დაუნიშნა დირექტორები. ადრე კომუნისტები დროს დანიშნული დირექტორები. ქუთაისში რაღაც დომინოს თამაშობენ, ეს ქარხნები ყველაფერი გაჩერდა, რაღაცა აქ ურახუნებენ დომინოს და ერთმანეთში ჭორავენ, რა კარგად ცხოვრობდნენ და რაღაცა მოსკოვში როგორ დულაობდნენ, მაგრამ თან გაახსენდება დღანდახან რომ ეს დავალიანება კაცო რომელიც ამდენი წავიდა ნედლეული 87 87, 88, 99, 90 რომ მიდიოდა ეს ნედლეული და იქიდან თითქმის არაფერი არ გადმორიცხულა. ვიღაცა მოდი გავამწესოთ ვიღაცა. ვალიკო ამ ვალიკო მოიაროს ეხა ეს სამთო გამამდიდრებელი კომბინატები, რომლებიც მოიხმარდა ამ ნედლეულს და იქნება იქიდან რაღაცა ფული წამოვიდეს რა, რაღაცა ორი კაპრიკი რა, თუნდაც პრივატიზებას მოახმარდა ეს ხალხი, ხო? არ ვიცი რას მოახმარდა, შეიძლება კარგს რაღაცა ამ პრივატიზებას, მაინც მე მგონი მაგ პრივატიზებას უმიზნებდნენ ალბათ, სავარაუდოდ, ხო? ეგეთი ადამიანი ერთი კონკრეტული ადამიანი გაამწესეს ერთ-ერთის აი ამ ქარხნის დირექტორებიდან ერთ-ერთის შვილი თუ სიძე, გოჩა ბიწაძე იყო ეგეთი თუ არ მეშლება, გოჩას ნებართვა არ მაგაღებული ამას რომ, მაგრამ ვიცი ეს ამბავი და რასყვები ხა ისეც რეალობაა რა. აი ეს მოსკოვში იყო ეს ბიჭი განათლებული ინგლისურად მოლაპარაკე, რუსულად წყინვალე, აკადემიური წრეების წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიზნესური ტიპი, როგორც მისგან ვიცით რა, ყველამ. და ამას უთხრესო მოდი შენ იქნება შემოიარო ეს გოკები და ეს გოკები მიმობნეულია საბჭოთა კავშირში და ეს ბალი მოიკითხე ეს გოკები სადაც ჩვენი ის მიდიოდა გოკი რა არის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი აბრევიატურა გოკა გოკი ხო ეგ არის დიდი კომბინატებია და ეს ნედლეული იქ მოიხმარებოდა და მოდი შემოიარე ჩემო ძმაო ჩვენი ის რო ხარ და აგე რაღაცა რა არაფერზე ხა იქ არაკეთებ დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მოდი მიხედე რა იქნება ვალი რამე ამოიღო იქ ჩვენი წარმომადგენელი იყავი და ფული იქნება დაელაპარაკო ახლა ესე იყო რაღაცა ფული მოგცენ რა ძმაო ხო ვალი დააბრუნონ ხო მარტივი ამბავი ამ კაცმა დააფუძნა კომპანია გობი გოჩა ბიწაძე აბრევიატურა გოჩა ბიწაძე გობი და აი ამ კომპანიით რაღაცა მაგრამ ეს წესიერი კაცია გესმის ინტელიგენტი წესიერი კაცია და ეხლა რისი ამომღებია 91 წლის რუსეთში ვინ უნდა ამოიყოს კი ხუცები ხო გოჩა ბიწაძე ინტელიგენტი ადამიანი რას ამოიღებდა ერთი წელი ეს კაცი პატიოსთან დამბოს ვიყავი ამ კომპანიის რაღაც დამფუძნებელი დირექტორიც ყველაფერი ვიჯექი და ანუ ვერაფერი ვერ ამოვიღე და ერთხელაც ვიღაცა მიკაკუნებს
ოფისის კარზე, თანაშემწე მეუნება თუ რაღაცა, რომ აი მოვიდა ვიღაც თეთრი პიჯაკით და შარულით თეთრი კაცი თქვენი ზემლი აკეთებს. თეთრი პიჯაკი და თეთრი შარვალი. ხო, ანუ იმერეთიდან, ესე იმერელი. კი ბატონო, შემოვიდა ეს რა, ბიძინა. აი რა, გაიგე, ლენე კარზე რო გაკუნებდა, ეს კაცი იყო ბიძინა. ხო. პირველი მილიონი ხედა როგორ იშოვა კარზე გაკუნით. მერე? კარზე გაკუნით იშოვება, დაჟინებული კარზე გაკუნით იშოვება ყველა. დაჟინებული კარზე გაკუნით. განსაკუთრებით პირველი ფული, ლევან საიდო. აი ბიძინა დამანახა 90-იანებში. გოჩა ბიწაძესთან რო აკაკუნებს კარზე, თეთრი შავრ კოსტუმით რო ერთა და რას ეუბნება. ნანახი ყავს. ნანახი ყავს. არა, შევედი რა. მე აი მოუტანა ეს ახალი, ანუ ეს ამა რო ვერ ამოიღო ეს დირექტორები ისევ შეკრებილან უკვე ჯოკერზე არიან უკვე შეკრებილები და უთქვიათ რომ აი კაი ბიჭია მაგრამ ვერ ამოიღო. ესე მივიდოდა რა. ნახე ეს კი, ქვაღალდი ეჭირა ხელში. ეს ეკნებოდა ბიძინას ეს. ეს მივიდა და აკაკუნა. ესეც ეკეთებოდა სხვათა შორის ახლა რაც გაქვს. აი ეს ობრაზი ხო? ეს ობრაზი. ой, სათვალი არ ეკნებოდა. სათვალეს ნუ არ გონი. ეს იღლიაში ესე და მივიდა, შევიდა. წავიდა, მივიდა გოჩასთან. გოჩასთან და ეუბნება რომ ეხა მე ვარ ამის ამომღები. დოკუმენტი მიცა. კი, ამათმა ამ დირექტორებმა აქ რო იჯდნენ. გაატარეს. ხო იმა ხო ვერ ამოიღო ვერაფერი, ხო გავიდათ რო დაწერეს ახალი მინდობილობა. ეს არა ვიღაც სხვა იქო მაგარი კაცი არისო რა, ერთიო ის ის დაალაგებს. ჟულიკა ტიპიო, რომელიც მოესლება და ესეთი კაცი არისო და ესა ბიზნესია საუბარი და მაგაზე გამოწერეს უკვე მინდობილობა და მიცეს და წადი ახლა და შენ ჩაანაცვლე გოჩა. გოჩა ბიწაძე, გობის ეს კაცი შენ ჟულიკმა და იქნებ რაღაცა ქნა. ამან ეს გაუძრო, ამან გადმოუფორმა, რა თქმა უნდა მე რა უნდა მეკნაო, მართლა ვერ ამოვიღე ვერაფერი ხე, საგიჟეთში რა უნდა ამოიღო და მიცა ამას ეს კომპანია გადაუფორმა. ეს გობი კომპანია გობი საიდან არისო? ეს აი 2015 წლამდე ქონდა ბიზნეს ეს 2015-16 წელს ამ კომპანიის ლიკვიდაცია რო ეს რეესტრებიდან რუსული რეესტრებიდან გაქრა ეს გობი მანამდე არსებობდა აი 2016 წლამდე რა წარმოიდგინე ხო და ამ კომპანიას მოაჯდა ჩვენი პატრიცემული ბიზნა და დაიწყო შემოუვა რა დახედა რომ ესენ აქცეული გაუბედურებული რაღაცა ერთადერთი ინტერვიუ სხვათა შორის იდო ერთ-ერთი ამ გოკის დირექტორის ინტერვიუ სატელევიზიო ინტერვიუ YouTube-ში რა მე გაქრა ეგ ინტერვიუ მაგრამ ეს კაცი ვიღაც გაუბედურებული კაცი ყვება რომ რა მაგარი კაცია მოვიდა აი ის გამახსენდა რუხაძის და იმისისა რომ ჩვენზე საზრუნად მოვიდა ასაული კაცი და მე ეს კაცის ქრება მისი წილებიც გაქრა იქ ყველაფერი ბიზნეს ყველა ეს სამივე გოკი ხო ნაცვლად იმისა რომ იქიდან ფული აქ მოსულიყო საქართველოში ხო ყველაფერი ამ გოკის 100%-იანი მესაკუთრედ გადაიქცა წარმოგვიდგა წარმოჩინდა როგორ გაიასნა ეგაც იმიტომ რომ ის რაც აქ უნდა ჩამოეტანა ხო ის იქ დაიტოვა კაცო თვითონ გიჟი ხო რა მიადგა იმ ტიპებს ამ გოკებს მე და უთხრა რომ დავალიანება ხო რეალურად არსებობდა ლევან სქემა ესეთი ახლა მე მაგ დოკუმენტებს ჩვენ მიგვანახებს ახლა მოსკოვში ხო ეს ყველაფერი იქნება არქივში დარწმუნებული ვარ ხო იმ სამთო სამინისტროს არსებობდა მაგრამ ესე იქნებოდა სქემა მარტივად რო ვთქვათ რა ამ დავალიანება რომ მართლა არსებობდა ამ დავალიანებების რა თქმა უნდა ესენი გადამხდელები არ იყვნენ 91 12 13 წლებია რა უნდა გადაეხადა იმ ვიღაც გაუბედურებულ დირექტორს საჭმის ფული არ ქონდა არხელფასი თავისიც კი გაჩერდა ეს ისენის კაცო. ეს გაუქვითა იმაში რომ წილში შევიდა რა. ანუ დავალიანება თქვა 12 მილიონი რუბლი გაიქვითა იმაში რომ 12%-იან წილში შევიდა ამ გოგის ბიზნესი. აი ეგარი მთავარ არა ზესტაფონი, არა ფერო, არა საქართველოს რესპუბლიკა, ან საბჭოთა დამოუკიდებელი, არამედ ბიზნესა ივანიშვილი. ხო. აი ამიდა და უთხრა რა ძმა ვალი როგორ მომეც 12%. ან შენ ვალის დოკუმენტი დახიეს, მე მომეცი ამის შესაბამისი რაღაცა წილი. ზოგან 10 აიღო, ზოგან 5, ზოგან 25 ამ გოკებში რა. სამი გოკ ეს იყო ძირთადი, ანუ რატო ვიძახი ამ გოკებს რა. ბიზნეს კაპიტალიზაცია როგორც მილიარდერის მოხდა აი ამ გოკების რეალიზების შემდგომ. ხო. ეს გოკების რეალიზება მოხდა 98 წელს. როდესაც სოფლიო კრიზისი მოხდა, ყველაფერი გაიაფთა რუსეთში. ხო. გაძვირდა მარტო გოკი. რატომღაც ესე მოხდა რა? რა ვიცი მე არა ვარ ეს სამთო მომპოვებელი და ეს რაღაცა ამის სპეციალ მეშახტე. ხო. ანუ ინჟინერი რაღაცა, მაგრამ ესე მოხდა, ეკონომიკამ ესე გააკეთა, რომ ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის უშუალოდ მეტალურგიული ქარხნებიც გაიაფთა უკაცრავად და გაძვირდა მარტო გოკი. ხო. და აი დიდი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რომელიც გადაუარა რუსეთის ეკონომიკას, აი რაც კუნძულივით ეს გოკი პირიქით ამოზარდა ზევით. სამთო გამომდრებელი კომბინატი თუ რამეს ფასი დაედო გოკს. დაედო ამას და ამან 98 თუ 19 წელს შეიძლება ზუსტად მეშლება ამ სამიდან 2 გოკი გაყიდა რა 2 მილიარდ ნახევარ დოლარად ეს ჩვეულებრივად ინფორმაცია დევს ანუ შეიძლება სუწმენს ის ინფორმაციას თავის შესახებ მაგრამ იდოეს რა და ეს ალბათ ეხაც დევს იმიტომ რომ დიდი გარიგებაა და ამას ვერ წაშლი ხო 2 მილიარდ ნახევარ ვიღაცა რუს მილიარდერს მიგდა პირველად ბიძინა გახდა ოლიგარქი
დავინახეთ როგორც Forbes-მა, მოსკოვის ელიტამ, ვიღაც ან რუსების იქ გაეძრო აი ამ 2 მილიარდ ნახევარი $. ხო, მოიწმეს. 3-დან 2 გოგი გაკეთე. დღესაც აქ 1 გოგი სხვათა შორის. ეხლა ნახე მთელი ამბავი. მეგონი ყველაფერი ჩვენი ქართული ინტერესები რაც იყიდება, რაც მიყიდა თუ რაც გაუწევი, ეს მესამე გოგის რეალიზებას ემსახურება, მე მგონი უთულა ვეძებ რაღაცა იმეებს რა. ხო ის ხო ხა პუტინი რაც გაძლიერდა მე ხო ამაზე ყველაფერი წეხლი დაუჭირა გესმის და ის 99-ში გაყიდა 18-19-ში ჯერ კიდე ელცინის დრო არის მე პუტინი მოვიდა ამ დაუწყო მწყემსვა ამ ქონებას ამათ ყველას ხური დაუჭირა ამათ რაღაცაები და ხო ნახე მანდ ეხლა თავარი ამბავი მე რასაც ვიგებ რა ანუ ბიძინამ რეალობაში ხო ეს იყო ქართველი ხალხის ქონება იყო ხო? იქ რა სახელმწიფო კომპანიებში დანიშნულმა დირექტორებმა გააგზავნეს ნომინალურ ტიპად, რომ ამ დირექტორებისთვის, ამ სახელმწიფო კომპანიებისთვის სარგებელი ვალი დაებრუნებინა და ბიძინამ ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხები უკან მოეტანა სახელმწიფოს ქონების ხარჯზე, ხო სწორად თარგმნია ესე ადამიანურ ენაზე რა, სახელმწიფოს ქართველი ხალხის ქონების ხარჯზე ადგა და ალბათ ეს არ მინდა კაცო თქვენი ვალი არ მინდა აი წილში ჩამოსით 12% მომეცი კაცო რა გიდა ხო არაფერი არ არის 12% ხა რა არა ეს 12 მე 100 გახდა ისე ვიძახი რა ხო დასაწყისში მე იქ ვიღაცას და მივიდა რა ადგინე ეს 15% გაუბედურებულია მაინც და მომეცი ორლარად ანუ მან ხო სისტემა ეგრე იქნება ჩამოშრილი დაანგრეული ეგრე არის ხო კაცო 90-იან წლებში თბილისში რო გაგევლო ლარად იყიდიდი ნებისმიერ იმაზე 10 ლარად იყიდიდი ნებისმიერ შენობას არა აქ ხო გაუჩერები უნდა მოგეგრევები ანუ 95 წელს თბილისში რაღაც ქარხანა რო დაგეთრია და ესე ითრევდა ხალხი ზედადესია დატრეული წყალებში უნდა გეყიდა ამ თანამშრომლებზე გარიგებული ვაუჩერები და იმაში რაღაცა მაინც უნდა გადაგეხადა გესმის აქ $100 $200 პატარ-პატარა რა იქ პროსტა რაღაცა ქაღალდი უბრალოდ ქაღალდი გამოწერილი 87-ში რო ვიღაც ნუგზარი შახტაში რაღაცას მოიპოვებდა ჭიათურაში იმის ნაშრომი იქ ვალერის ნაშრომი გიორგის ლევანის ამ 10,000-ობით ადამიანის ნაშრომი ნაჩიჩქნი რა ავიდა ის ყველაფერი ერთ ქაღალდზე აკუმულირდა და ეს ერთი ქაღალდი ბიძინამ გადაახურდავა თავის საკუთრებაში წილში ამ გოკებში გესმის და ამა დაემშვიდობა ამათ ამ დირექტორებს უთხარ დირექტორი რა ამბავი გზელდება თუ გაინტერესებს აი მაინტერესებს დირექტორებმა უკვე აი ნახე მანდაო დირექტორები არიან ეს დარგები გაჩერებულია ამათ პრეფერენსიც აითვისეს უკვე ის ერთი წელი ის მე ეს დასაჯეს გაუშვეს და ეს ამასთან აი ხა ნახე რაღაცა მესამეჯერაც ჯოგრის ათამაშოდ რო და შეიკრიბნენ დომინოს ათამაშოდ ეხა კიდე შეხედეს რაღაცა ხდება ძმა იქ ვიღაც უცნაურად გამდიდა ეს მათ რო რაღაც ფუნქცია მიცეს ეს კაცი უცებ რაღაცა არაფერი არ ჩამოვიდა რაც თავარია. არა კაბიკი არ ჩამოვიდა, კაბიკი არ ჩამოვიდა, მივხვდნენ რომ რაღაცა ამბავი მოხდა იქ და ამ კაცმა ეგრა ტრიუკი ჩაატარა და ეს ამათი მოსათხოვი იმან წაიღო სახში. ამიტომ შეიტანეს განცხადება იმაში რა ქვია, მაშინ ჯერ კიდევ აი რაღაცა ობეხეს მაგვარი იყო საკად უკვე დამოუკიდებელი საქართველოა და ამ საგამოძიებო ორგანოში ობეხეს მაგვარი, ანუ ფინანსური განვითარებაში. ვინ იყო იქ ხელმძღვანელი? კახათ არგამაძე. აი, ჯერ არაშინაგან საქმეთა მინისტრი. ხო და როგორ დაიწყო ბიძინას და კახათ არგამაძის მეგობრობა საიდან დაიწყო იმიტომ რომ იმან დაიწყო ანუ ეგენი რომ მეგობრობენ ეგეც ხო ანუ ეგენი დღემდე მეგობრობენ და ის ამის გუნდის წევრია ჩვეულა ეს მე უკვე ზედაპირზეც იყო იმიტომ რომ შევარდნაძის ბოლოს არჩევნებში და რეიტინგი რო ჭირდებოდა მხარდაჭერა ბიძინას უკ არგამაძესთან წყვილში ბიძინა მოსკოვიდან აქ არგამაძე სულ ამ თემებში რაღაც ხან ტრაქტორებს გამოუგზავნიდა და არჩევნების წინ ხარ რაღაც პროექტებს ხან ჰუმანიტარო ხარ ანუ ეს მხარდაჭერა წავიდა მაგრამ კახათ მოკლედ კახათ არგამაძე მოვიდა თარგამაძესთან ეს ამბავი ბიძინა თემა მოვიდა ცეხავიკემა მოიტანეს და ძმაო ნუ თუად შეიძლება არა ცეხავიკე ნუ კარო ვიღაც ცეხავიკე რა კაი ხალხმა გადაგდებულმა ხალხმა იჩივლა ხო იჩივლა გადაგდებულ შეიქმნა კომისია ხო კომისიის თავმჯდომარეა იქამდეც მივალთ მე არის ჩქარო კომისიის თავმჯდომარე კახათ არგამაძე ჯერაც არაში პატარა ბიჭი რა ჯერ რა მაგრამ პატარა საკმაოდ ისეთი მასტი და შეხედა გამოხედა ამან რომ ეხა ამდირე ვიღაც გაუბედური ჯოგრის რაღაცა ეს დომინოსის რო ეთყობათ რო ეხა დომინოსის თამაშიდან შემოვიდნენ და არაფერი არ აქვს მოკლედ ამ ხალხს ადრე იყვნენ ეხა არაფერი არ აბადიათ და ვინ მოიპარა ერთი წამშივე ჩანსეს ვინც მოიპარა ბატონმა ბიძინემ იქანა მოსკოვში ვისთან უნდა დავლაგდე ვინ იქნება ჩემი პატრონი ამ შეკითხვებს პასუხი გასცა ანალოგიური რა თქმა უნდა საკუთარ თავთან ჯერ და შემდეგ ეს საქმე მოფარცხა როგორც ამბობენ იქ რაღაცა იცი რა არის აი ამას ყველაფერს ამბობენ და რო ამბობენ მე როგორც ამოჩნდება ხოლმე რომ მე ხო ანუ რაღაცა იქ მოხდა რაღაც ამბობენ რომ ხანძარიც იყო პატარა ეს საგამოძიებო მასალა ყველაფერი ამოიღო ამობეხეს 94 წელზეა საუბარი 15-13 წლები რა ეს ყველაფერი მოუგვა რა ბატონო ეს ხალხი და აღარ არის გაწილებული დატოვა იმან ნახა რომ ეს ნიჭიერი კაცია და გაუწია ლობი მას შემდეგ შევანაძესთან რომ ეს კაცი აძმაო კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი გინდა აკახა ნახე მე ეს რაღაცას ხედავ რა რომ ესე იგი
ამასთან შევიდნენ ეს დირექტორები და უთხრეს რომ ძმაო ვიღაცა იქ ჩვენ იმაზე გამდიდრდა და ესა და ეს კაცია აგერ არის ჩვენი ქონა აგერ დოკუმენტები და ამ კაცს კი არ უნდა ეკუთვნოდეს ეს გვეკუთვნის ჩვენო ხა ეს ხალხი იძახო და ჩვენ თუ არა ნუ ბოლო-ბოლო სახელმწიფოსო რა ჩვენთვის კი არ გვინდა ალბათ ეგ ამბავი იქნებოდა განცხადება ეგრე იქნებოდა ხო რომ ჩვენ კი არა კაცო სახელმწიფოს ქონება რა ამ დროს ამ კაცმა წაიკითხა და იფიქრა რომ ხა აქ 8 კაცი ვიღაცა მომჩივანია თუ 10 დირექტორი ვინი შევა ფული ამას აქვს ადგა დაუკავშირდა ალბათ ბიძინას და უთხრა რომ რაღაცა საჩივარია ბატონო თქვენზე ბიძინამ უთხრა რომ ბიძინა რას ეტყოდა არ ვიცი კაცო თუ დამეხმარები რაღაცაში არ დაგჭები ვალშია უთხრა ალბათ რაღაცა ეგეთი რა ამან ადგა ეს დოკუმენტები სავარაუდოდ ეს დაწვაც ეს ხანძარი და მან არაფერი არ დადგინდა კახა მოკლედ რა მოყვა ამ განცხადს საჩივარია და მე კახა შეიძლება კაი კაცი ხარ ხედავ ჭკვიარი კაცი არის ბიძინა მოეწონა ბიძინა თაღლითი კახა თარგამაძე გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოლომდე სანამ იყო მანამ მქონდა ხარდაჭერა მოსკოვიდან ბიძინას უკვე Forbes-ის ბიძი უკვე მილიარდერის უკვე ესეთი ბიძინასი რომელსაც შეესრულებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვიღაცებთან მინისტრებთან რომლებთანაც ამათ ჭირდებოდათ ესე იგი არაფორმალური ვიღაც მისველი კაცი და ასეთადაც ფიგურირებს იქ ეს სანამ კიდევ ვიმეორებ სანამ ელცინის აი ეს ქაოტური რუსეთია რა მე იმიტომ ჩამოვიდა აქ რომ ანუ ეს იცის გესმის არის რა მნიშვნელოვანია ბიძინამ როდის უნდა წავიდეს ეგ კარგად იცის ხო და აქ რატო ვერ გაიგებს ხო და აქაც გაიგებს გესმის იქაც ხوار ეგრევე ხوار წამოვიდა კაცო პუტინი კან რაღაცა სხვანაირ რომ მიხვდა რომ ესე მარტივად ვერ გაივლის და რაღაცა ცოტა ბევრი სახში წაიღოს და ორი კაპიკი ვიღაცას მიუგდოს ეგრე რომ ვერ დაალაგდებოდა წამოვიდა რა ხო რაღაც სხვა საფრთხეებიც იყო და ეს ასulis თემა დაალაგები იცის რა როგორ ანუ ეს როგორ გვარდება რა დროს არის გასაკეთებელი ამიტომ ეხლა მთავარი ამბავი არის ის რომ აქაც ესეთი ვითარება შეიქმნა რომ ეს კაცი უნდა წავიდეს და ეს გამოცდილება აქვს რა მოკლედ რა როგორ და რანაირად თქმა უნდა ხო აბა ხო თან ფულის გაწეულია კი ხა ფულის მეტი რა გაწია კაცო ხო ზრუნავს როგორც გაირკვა შარშანაც გაუზრდიათ რუსეთში საკუთარი სამფლობელოების სასახლე რო აქ იმის გვერდით შარშანწინაც ანუ ყოველ წელს რაღაცას გვერდით სასახლეს იერთებს ხო და რისთვის თუ არა ფიქრობს ხო რომ მოუწევს ანიკა ან საფრანგეთში სადაც ასე უზარმაზარი ხო მაგრამ ამბობენ რომ რუსეთშიც გადაგდებული ყავსო და მან და მაინც კაი თვალით არ უყურებენ და ეშინიაო იმიტომ წამოვიდა იქიდან და ეგ ისო რა ქვია იმეებით რა ქვია იმით რომ დადის რაღაცა აკვარიუმში რო არის თუ რაღაცა იმ რუსების ეშინია ხა სიმართლე ხო ეგ არის ხო ნუ არა მარტო რუსების ალბათ იმიტომ რომ იქ ანგოლაგეითის საქმეა იქ რაღაცა ანუ ბევრი ხალხი ყავს ამ ეს ზოგადად გადამგდები თაღლითი ჟულიკა ხალხი ისე როგორიც არის რუხაძე და ბიზნეს ირგვლივ ძირთად ესეთი ხალხია იმიტომ რომ მსგავსთან განისვენებს როგორც მოგეხსენებათ ერთმანეთთან კომფორტულად ცნობენ თავს ეგენი ეგეთ თვისება აქვს რა დაცებელი აფერისტი მატყუარი ხო ყველაფერზე წამსველი აი როგორი ხალხი იცი ესეთი შედარება მომყავს ხოლმე მე ძალიან ცუდი რა მაგრამ არსებით მას ასახავს რა ანუ თავის შულს რო 1001 ლუკმა მიუტანოს შენ შულს ბოლო ლუკმა წაართმევს რა და თვალს არ დაახამხამებს წარბი არ აუტოქტება იმიტომ რომ ასეთია ბუნება ზოგიერთი ადამიანის და წესიერ ადამიანებს როგორიც არის ძირთადად ეხა ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ის ვინც მიხვდა რა ხდება ვიღაცა მართლა რომ შეეშალა ენდო ანუ ის ვინც განკოცდა ისიც წესია ბუნები წესიერ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ყველა თავისნაირი გონია მოკლედ და ვერ სუცილობენ ხოლმე ამოხსნან იმათი ბუნება და რაღაც აი ესე ხო არ არის კაცო იზამს ამას იზამ ჯო ადამიანი რომელიც სხვის შულს ბოლო ლუკმას წაართმევს რომ თავისას მიცეს 1001 ლუკმა 10000 ლუკმა ის ხო ყველაფერზე წამსველია ხო და უნდა იცნობდეთ ამიტომ ეს ცხოვრებისეული გამოცდილება რასაც მე კარნახობს ეს ხალხი არის ორგანიზებული უნდა ვთქვათ ესეც რა ანუ ერთმანეთს ცნობენ სულ არ ჭირდებათ აბსოლუტურად გაიხედა მე 1000 კაცში თავისნაირს გამოარჩევენ სულ არ ჭირდებათ შემუშავებული მესიჯი რაღაც თათბირები რომ ეს ვთქვათ ესე აი ეს არის უთხი მდუმარე კომუნიკაცია ერთმანეთთან ზუსტად ცნობენ ერთმანეთს და ყველაფერზე მიდიან რომ რაც შეიძლება მეტი მიიტანონ სახლში რა გამოგლიჯონ, გააწართვან, მოატყუონ, გადააგდონ. ეხა კახა თარგამაძეზე რა გამახსენდა იცი? მან ხო როგორი ეპიზოდი იყო, ერთი ეპიზოდი სხვათა შორის არის, რომ ბიძინა შევარნაძის პირობებში, შევარნაძის დროსაც აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, იქ ტელევიზია და რაღაცა რო გააკეთა და ალბათ სავარაუდოდ მან კახა თარგამაძის იმედი ჰქონდა. კაცო, ყველა იმ ღია მასალაში რაც დევს, ჯერად შემორჩას რაღაც სოციალურ ქსელებში, YouTube-ში და შემდეგ ბეჭდურ მედიაშიც მათ შორის რაც არის არქი. ყველა ღონისძიებაზე რომ ბიძინა ესწრებოდა შევარნაძისთვის სასარგებლო ღონისძიებაზე იქ კახა თარგამაძე უდგას რა.
გახათ არგამაძე იყო ამათი შუამავალი თუ რა ვიცი ახლა ბიძინას ძმა რომ მოტაცეს კურდებმა ლამის მინისტრი გახათ არგამაძე თვითონ დარბოდა ავტომატით რომ გამოეხსნა და ამდენად ის ჰქონდათ რა პირადი ურთიერთობა ხო ეს ურთიერთობა ემყარებოდა იმას რომ პირადი ურთიერთობები და აქ ახლა მართლა ნიშეზე ხო არ იმჯელებდნენ ერთად და იმაზე ხო ახლა პული გავლენა პული ესე ყალი ამ ტიპის ადამიანები ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეხლა რაღაც იუმორი კი ვიყავით მაგრამ 1-2 წუთი მინდა ცოტა სერიოზული ვიყო რა რაღაცნაირად დაველაპარაკო ბუნები წესიერ ადამიანებს ბუნები წესიერი ადამიანი ვერ ფილმს რო უყურებს ლევან ფილმს და იქ რო ვიღაცა იპარავს თვითონ უხერხულ მდგომარეობაში ვარდება აი რო უყურებს ფილმს იქაც უხერხულობა აქვს ხო გამოგიცნო დაინახა რომ იპარავს და რაღაც ხო რაღაც აი თვითონ აქ რაღაც უხერხულობა რო აქვს სხვა რო აკეთებს და ამას უხერხულობა რო აქვს იმის მაგებრად რომ ამას ხვენი ესეთია წესიერი ადამიანი ბუნებით ხო გესმის და ამიტომ ვერ აფასებს იმის შესაძლებლობებს იმას არათუ რამის წვენია ფეხს მოგახერხავს გარეთ რო დაგჭეს ფეხი მოგახერხავს კიდე ვიმე ყველაზე მურტალი შედარება მომაქვს და ეს მინახავს ცხოვრებაში მე ეგეთი ყაიდის ადამიანების გაკეთებული 1001 ლუკმა რომ მიუტანო არასაჭირო სრულიად მის ჟული უკვე მაძღარია უზრუნველყოფილი აი შემდეგი 200 წელი თვითონ 7 შვილი რო გააკეთა თვითონ 7 და თვითონ 7 7 250 რო გახდნენ მაინც უზრუნველყოფილები არიან მაგრამ იმ ბოლო მაინც აგახებს რა იმ შენი შვილის და მე შენი და ჩემზე არ მაქვს საუბარი ჩვეულებრივ მსმენელს აუხსნა ჩვეულებრივ მსმენელს ქართველ ადამიანს თქვენ შვილს ბოლო ლუკმას წართმევენ იმისთვის რომ 10001 ლუკმა რაღაც თაროზე 57 თაროზე შემოუდონ თავის შვილს ხო სულად არარაციონალურია ხეცურია გესმის არა ადამიანურია, მაგრამ აკეთებს ეს ხალხი ამას რა და ამიტომ სულ ერთ და იგივე ხალხი ტრიალებს, კაცო, ხო ეს ხალხი ერთი კასტაა, ხო, ვისმენთ, ესე იგი ვარდების რევოლუციამდე იყო და ეს ხალხი ხოცავდა ერთმანეთს. ეს ქარხანა, ის ფაბრიკა, ეს რავი, გააკრამე, აქ რაღაც ქარხანა, ფაბრიკა. და შენ გონი ახლა იმას ვისაც აქვს. ხო. ის მუხრან ბაგრატიონი იყო. ბაგრატიონ მუხრანსკი იყო თუ რა ვიცი ვინ იყო ქონდა მე კომუნისტებმა ჩამოართვეს და მე რა ქვია შევალანზემ დაუბრუნა ესე ხო არ მომხდარა კაცო მე ხო იცი შე ყველაფერი იცი ეგეთ რაღაცები და სხვათა შორის მე მაგ რაღაცებს ახლა რასაც ამბობ რა როგორ დაიტრიეს ეს ქონებები თლათ ახლა დიდი წარმოდგენა არ მაქვს რა ახლა მონაყოლი რაც ვიცი და ერთ-ერთი ქოცი დეპუტატი იყო რესტორანი რო აქვს რა სიაშიც ეწერა ქოცებს რა და დადიოდა ეთერ კავკასიაში და აპროვებდა მათ ამავიწა რა გვარი არის კაცი აიავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციიდან რო ჩადიხარ ხერმარჯვნივ რესტორანი რო მაგ კაცის არის რა გვარი დამავწდა ამ კაცის და ერთ-ერთ ეთერში ზივარ და მეო აიო მიშას დროსო წამართვესო რაღაცაო იძახის რა რაღაცა ქონე მართლა ვერ ვეწევი ამ კაცს რატო წაართვეს და საწაგართვეს მეთქი ეთერში ვეკითხები და აიო ამერიკის საელჩო როაო იმაშიო რა ქვია ხო აი ხო ახლოსო იქო რაღაც გმინავს ეს კაცი რომ მეო წამართვესო და ძალიან ლოგიკური კითხვა დავუსვი ისე რომ არ ვიცი რატო წაართვეს რისთვის და მე ვთხე რომ აი ეგ ქონება მეთქი რომელიც წაგართვეს თქო თქვენზე როგორ მოხდა თქო და აი მან გაიჭედა რა როგორ მოხდა უკვე როგორ ეგ ქონება როგორ დაიტრია მან უკვე გაიჭედა რა რაღაცა შეორნაზის დროს რაღაცა ქონებ წილებს რა რაღაცა კაცო ეს თემა რა რა სქემაც მოვყევით ჩვენ იმაზე რა ქვია ბიძინაზე მოსკოვში დატრიალებული იქ დაახლოებით იგივე სქემებმა იტრიალა აქაც ეს იყო ვაუჩერის ამბები ან რომლებიც აი ეს რაღაცა ორ-ორ ეს იყო პირდაპირ მიყიდვა ეს იყო პრივატიზება 12 კუპონად ხო, ვიღაცა აი ცერა 12 მილიონი კუპონიც ყოფილიყო რა მიშო 12 მილიონი კუპონი იყო ერთი ბლოკი სიგარეტი. პირობი 12 კუპონი იყო 12 მილიონი. ის ციფრში ეს მე დაიწყეს მილიონები ამ პრივატიზებებში, ბევრი ნოლი რო გამოჩენილიყო. გესმის რომ პრივატიზება გავაკეთებთ 95 წელს კანონიერი პრივატიზება 15 მილიონი და 1 2 3 ნულები ეს ჩაძიგებული თითქოს 15 მილიონი კუპონი იყო ორი ბლოკი მალბორო. რა ეხა. მაგრამ ეს ხალხი ამ კატეგორიის ხალხი ესენი ეხა ვიზა ჩვენ ლაპარაკობთ. აქ მათ ხო ორ-ორი სასტავი, ანუ ყველგან იყო რაღაცა დირექტორის და დირექტორის მოადგილის სასტავი და ამ პრივატიზებაში ესენი სულ მომხდნენ. 90-იანებში ეს ომებიც ხო დაიწყო, კაცო, ან 50-50-ზე დაიპრივატეს, ან ვიღაცამ სულ გადააგდო მეტი წაიღო და ამათი ხოცვა ჟლეტვა მოდის აგერ 30 წელია უყურებთ ამას, მოვა ეს ხელისუფლება ამას, ვინც მოვიდა გაუმარჯოს და აიძახებს ერთი მხარე, დამარცხებული მხარე, მიახტება ამას მეორეს, ის უფრო დიდ პატრონს თუ იპოვის და აი ამ მაშინ კოტრიალობს ეს ელიტა, აი ამ 30 წელია, აი ამ უკაცრავად და
ნუ ჩემი განმოსახედიდან ტალახში ნეხში, მაგრამ ეს არის წარმოდგენებია ჩვენ, იმიტომ რომ მათი განმოსახედიდან ეს არის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. იმიტომ რომ ეს უდაც არ არის ნეხვი და ტალახი. ცილებია ნირვანაში მსხვილ კომპანიებში ცილები, დიდი ბრუნვები, მოგებები, მაგრამ ეს არ გათავდა გესმის? აქედან მოვა ვიღაცა ვალიკოს მაგაცები არიან, წაიქცევა ვალიკო მოვა ვიღაცა გურამის მაგაცები არიან და აი ეს უბედურება მოვიდა აგეშინა ესე. კი, რამდენი კომისიაც გაიმართება ამ კომისიებში ეს ხალხი მოდის თავისი გულისამაჯუყებელი ისტორიებით და რაღაცა და ვაიდედა და 47 მილიონი ქონდა სახში და 5 მილიონი გადასახადი გადაგვახდები ეს კაცო და იქ უცებ რატო ქონდა 47 საიდან ქონდა მთელი საქართველოს შეერი იყო შეეული იყო გაუბედურებული იყო და ეს კითხვა უცებ უხერხულად ჩაიტეხება რაღაცა ლოზუნგი გაჟღერდება სმერტ მინტამ რაღაცა ამაში ჩაიკარგება ეს ამბავი და აი ამ 300 ოჯახის ატეხილ კორიანტელში ცხოვრობთ აგერ რამდენი ყველაზე ჩემი აზრით ეხა შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს მაგრამ ყველაზე თანმიმდევრული იყო ამასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლება რომელიც ამბობდა რომ ბიუჯეტში გადასახადი არ მოაკლდეს ბატონო ჩემო და მე ახლა რა ვიცი ხა წილში არაფერში არ ყოფილვარ ხო არაფერს არ ჩავეზიარე პირობითად მე ბევრი ჩემნაირი და რა ხდება ეხლა ხო ეხლა ამათი კორიანტელი ბიზნეს დროს როგორ უწყდება ამათ დავა ხო გრძელდება ეს კიდე გაგრძელდება შეგვიძლია დამთავრდება ეს კიდე იქნება იმიტომ რომ ესენს ურებანში არის ანუ რეგიონში როგორ არის რაიკომის დივნის აძმაკაცო დივანი და მისი გარემოცვა და აღმასკომის ისა ეს ორი სასტავი დატაკებულების ერთმანეთში გესმის ერთმანეთში ისა და დღემდე გრძელდება ვერ იყოფენ ხალხის თონებას იქ ადგილზე რა თქმა უნდა და ბიზნეს დროს ეხლა როგორ ხდება ეს საკითხების გადაჭრა რა მე რაღაც პერიოდი რო ვიღაცას დაუგროვდება აღმოჩნდება რომ ვიღაც მოვიდა კალოშით და უცებ რაღაცა სამი დიდი კორპორაციის მეწილი 30%, 25% ამისი აი გომელაურსოლიზმა, ლილუაშვილის ისტორიების გავსებულია ეგეთი რაღაცეები. ღარიბაშვილის გარემოცვა არ იყო ამას მოკლებული, ასევე ამ ამბებში იყო და რამდენი ჩამოთვალოთ ეხლა ყველა ეგ არა ესენი რომ დაბადების დღეს ვერ გადაიხდი რომში ლევან და 100 კაცი რომ მიყავს ჩარტერით. თუ შენ 30-40 მილიონიანი წლიური ბრუნვით კომპანია არ გაგაჩნია. უბრალოდ ამას ვერ იზამ. ხო? ვერ იმიტომ რომ ბილიკი ისე კი არა რომ ჩამოდით რომში კი არ იძახეს ეს ხალხი კაცო. ქოც ბობოლა ქოც იმას კი არ იძახეს რომში ჩამოდით რაღაც სუფრა გავშა არა. ყველა სახში მისდის ბილეთი. იქით აქეთ სასტუმრო 2-3 ღამე მინიმუმ. კაი 5 ვარსკვლავიანი ღამე რო 400 евро ღირს. და დათვალე ახლა ეს ბრენა სასტუმრო მე ის რესტორანი მე ენუკიძემ რო უკისრა იმას აბუდაბიში იმას ზარქუას და იმას ხო მარტო ჩუსტები იყო ზარქუას კი კაცო უკისრა და ხო მე ჯგუფშიც არ შეყვა ამაზე მე მასუხს მოთხოვდნენ ალბათ ხო და ესე იგი ესეთი გარემოა ხო ქურდბაცაცური გარემო შეფერა ბიზნესამდე ნახე როგორი ვითარებაა ყველა ჩვენ ხედავთ მარტო ამ პოლკოვნიკებს და ვიღაც მინისტრის მოადგილეები ანუ ეს მაიორი განყოფილი დეპარტამენტის უფროსი ეს ხალხი დარბის იპარავს დეპუტატს შენ გესმის სასტიკად თავს ეს ხალხი ეს ხელმძღვანელები იქ ზურაგირჩ ალეკო ელისაშვილი რაღაც საშინელება ანუ ჩვეულებრივ აი გოგონებს რო აფურთხებენ და აგენ ეს აი რა საშინელად აი ეს რო იქცევიან აი ეს რაღაც ეგრე ზუსტად იმიტომ იმათ დაემსგავსენ ეს ერთი ხალხი არიან მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი პოლიციელი ჩვენ რიგითი პოლიციელი ასეთი არის სულ 40000-იან სისტემაში დაახლოებით 20000 ადამიანია რომელიც უშუალოდ დანაშაულს ანუ ბოროტებას ებრძვის ქუჩაში ხო მოხდა მკვლელობა, მოხდა დაჭრა, რაღაც ღამის 3 საათი. ჩადი ეს კაცი კაბინეტში აზრის, ეს ჭყალებში 20000 ადამიანი სიკეთის სახელით, სახელმწიფოს სახელით ბოროტებას უპირისპირდება კონკრეტულად ქუჩაში, ტყეში, ქალაქში, სოფელში. ეს ადამიანი, რომელიც აი ამ კონკრეტულ ბრძოლაში უნდა შევიდეს, როცა იქ შედის ეძებს მოკავშირეს და ეს ბუნებრივი პროცესია. გამოძახებაზე პირობითად რომ გადახედა რა მკვლელობა ყაჩაღობა. შევიდა ჯგუფი, საგამოძიებო ჯგუფი, პოლიციელები, ვიღაცა ხალხი გამომძიებლები და უნდა გამოიძიონ ბოროტმოქმედებას უნდა შეერკინონ, ბოროტებას უნდა შეერკინონ და იმ ადგილზე იქ ჭირდებათ მოკავშირე. წესიერი ადამიანი არის მათი ტრადიციული მოკავშირე, ასეა მოწყობილი ეს სისტემა უკვე. 100 წლეულებია, მარტო ჩვენთან მთელ მსოფლიოში როგორ არის მოწყობილი, ხო? სახელმწიფო ეს არის. არსი და ბოროტმოქმედებს ეს ხალხი ეზიზღება, ამიტომ იძახიან სიკვდილი, პოლიცია სიკვდილი. იმიტომ ეზიზღება ეს მისი ბუნებრივი მოკავშირე, არა მტერია. ნუ ცუდი გაბჭყელი როგორ? არაკეთილმოსურნე, მოდი ესე ვთქვათ რა. და წესიერი ადამიანები არიან მისი მოკავშირეები, ამათ სახელით მოქმედებს, ამათთვის იბრძვის და ამათი თანადგომა უნდა იგზნოს იქ ადგილზე. სადაც აი ამ შერკინებულია აი ამ ბოროტმოქმედებას. რაქნა ოცნებამ, ბიძინამ, კიდე გომელაურმა როგორც დაარქვი. ეს ხალხი აი ამ პოლიციელებს, აი ამ პოლიციელების ელიტას იმდენჯერ და იმდენი წესიერი ადამიანი აცემია, ამტრევია, ადევნია
არასოდეს თბილისში დელიზის მეტრომდე არ ურბევიათ. აქცია რა, ანუ ამდენი გამოგუდული, ამდენი უბედურება აფურთხეს გოგოებს, ხო? და დღემდე გრძელდება. ან ლამის 3 მოკლედ რა, შეაზიზღეს სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვათ. ფორმიანი. წესიერ ადამიანს, რომელიც ბუნებრივი მოკავშირეა პოლიციელის, პოლიცია შეაზიზღეს. გესმის? ანუ ასეთი ვითარება არა, ეხლა თავს ხوار მოვიტყუებთ, კაცო, ეგრეა, რეალობა ასეთია რა. რაც უფრო წესიერია ადამიანი თბილისში ქართველი ადამიანი, მით უფრო შეაზიზღეს პოლიციელი, იმიტომ რომ მით უფრო მეტად დაწნახეს ეს ნაწილი საზოგადოების მათი ბუნებრივი მოკავშირე პოლიციის, ანუ დღეს ეს პოლიციელი, ეს უბედური ადამიანი, კვლავ იძულებულია იბრძოლოს, იმიტომ რომ დანაშაულის უხდება, ამათ ხელში კიდევ უფრო მეტად, შედის იმ სივრცეში, სადაც უნდა შეერკინოს ბოროტებას და მოკავშირე აღარ ყავს. ტრული გარემო აბსოლუტურად. არის ტრადიციული მოწინააღმდეგე, ანუ ბოროტმოქმედთა სამყარო თუ რავი შავი გაგება დაარქვი თუ გინდა რა მომპარავები რაც გინდა ის ანუ ის ხალხი ვისაც კანონი პოლიციელი ეზიზღება და ამის მეგობარი არ არის და არის მეორე სიბრტყე რო წესიერი ადამიანების კანონმორჩილი ადამიანების პატიოსანი ხალხის რომელსაც ასევე ეზიზღება ეს პოლიციელი ეხა ეს რა ვითა ეს ნორმალური ვითარებაა ანუ ეს არასოდეს ლევან არასოდეს საქართველოს ისტორიაში არც ერთ შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაუნადგურებია პოლიცია ისე როგორც ეს გააკეთა გომელაურმა მოდი ბიძინამ ჯამში, მაგრამ აი კონკრეტულად გომელაურმა და რატომ გომელაურმა? იმიტომ რომ ეს იყო ადამიანს ყველაზე ნაკლებად ესმოდა დანიშნულება იმის თუ რა არის პოლიციელი. რა არის ზოგადად ეს ინსტიტუტი? ანუ რა არსია, მაგრამ რა წარმოიდგინა? ეგ კაცი იყო 40 თქვათ, ბიძინას მცველის ხელმძღვანელი. ასე იცხოვრა, რა ვიცი, რამდენი 25 თუ რაღაცა წელი. და უცებ გაიძრო ტიპი იქ და ჩათვალა დახვდა 40,000 კაცი, ოღონდ სახელმწიფოს მცველი ქართველი ხალხი მსველი და ვაო, ნახე მე ვიშოვე 40,000 ბიძინას მსველი. ხო. ესე შეხედა თავის თანამდებობას და ამ სისტემას და ეს ამ 40,000-დან გამოარჩია 500 აი ეს ხალხი, ვინც მაგსაუბა, ყველაფერზე დამსველი ხალხი დაუპირისპირა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს. მე ბოლოს აგერ 1 წელია, ნუ ვამბობთ ამ 6 თვეს, იმიტომ რომ 24 იანვარში თებერვალში დაიწყო ეს პროცესი. 1 წელია აჩეხიებს წესიერ ხალხს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ბავშვებს, ქალებს. აი უამრავ ხალხს, სხვადასხვა ის ზოგიერთი წესიერი თანამშრომელი, ჩვენ რო ვახსენეთ, აი ეს სამინისტროებში და მეში ვარიან ჩარჩენილი. ისინი სამ-სამი ბადით ხო დაინახე შენ აქციებზე რო იყვნენ. სამი ბირბადი ასე, სამი ბირბადი რო უკეთიათ, მაგრამ არიანი, ყველა ესენი გაუგნებული თვალებით იგი დგა რა. აი ეს კორუფციისგან გაუგნებული ხალხი და ესენიც და სულ ყველა ამას იმდენჯერ აცემიეს ამ 500 ნაძირალას. რომ წესიერ ადამიანებს ერთობლიობას ზიზღი გაუჩნდა მთელი პოლიციის მიმართ. იცი რა მინდა? აი, გარი რეალობა რა. კარგია, ესე იგი, ძალიან ისე აქტიურად გავიარეთ, ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე. ეხლა რა მინდა, იცი? თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც პროკურორი. ხო. რამდენიმე ადამიანზე მინდა კითხო. ბატონო. ოღონდ ის აი ძალიან იმ იურიდიულ ზედაპირულად რა უცებ რომ მითხრა. აი მაგალითად რა ბრალს მიუყენებდი ზვიად ხარაზიშვილს. აი უცებ რო ვთქვა, რა ბრალი შეიძლება წაურდგინოთ ხარაზიშვილს იმაზე, რასაც აკეთებს. ნუ ხარაზიშვილს ნახე აქ ერთი საკითხია, ოღონდ დავაზუსტებ. ხარაზიშვილს მხოლოდ ბრალს ვერ წაუყენებ. ხარაზიშვილმა ამ დანაშაულში შეითრია და ის 400 კაციანი თუ რაც არის გედედე. ხო, აი როგორ იწყება გამოძიება, უცებ რო ვთქვა. აი ძალიან აი ადამიანური ენაზე რო ვთქვა. რა ბრალი წარედგინება ხარაზიშვილს? ნუ მქონდა ეგ ხოდაშორის. ერთი კვირის წინ გამიჩნდა სურვილი რომ მე ჩამეხედა უბრალოდ სამართლის კოდექსში და მიმესადაგებია. ხო, აი რო ოღონდ მარტო ხარებას კი არა. ხარებას და მის თანამშრომლებს. ყველაფერში ეგენია. რომლებიც მან დაღუპა. ხო, ეს რა მითხარ, ეგ ხალხი გამოსახშირი იქნება? ანუ ვინცი თანამშრომლებს ის ანუ საქმე ყველაზე აღიძრება და წარმოება დაიწყება? უნდა დაიწყოს, ანუ ეგ დანაშაულზე აღიძრება ხოლმე, დანაშაულის მიმართ წარმოებს, ასე ვთქვა და დანაშაულით მიმოფინეს. არა, რა შევხედე, იცი რა აი რა ხომ მკითხე? ხო. კარგია რომ მკითხე. მე ამ ჯგუფის დანაშაულებს გადავხედე, აი გადავშლის სამართლის კოდექსი გადავშალე, ჩავყევი მუხლებს. ხო. 11 მუხლი მივუსადაგე. 11 მუხლი. მე კი არა, კანონმა 11 მუხლი. ხო. აქედან 2 უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. არც ერთი არ არის 5 წელზე ნაკლები სასჯელით. 8-დან 12-მდე, 7-დან 11-მდე, რა ვიცი, 5-დან 15-მდე. ნუ აი კატასტროფა. ის რაც ამ კაცმა ეს გომელაურზე ხო ვილაპარაკეთ და აღნიშნეთ, ცალკე ამბავია, იმ მთლიანად გარყונה. გომელაურსაც მიუდგება აქედან. ეხლა აქედან აი მარტო ამ საქმეში რო შეხვიდე, მარტო ხარებას საქმეში ყველასთან მიხვალ. ხო. იმიტომ რომ უმფარველობს ამას. აი ამ დანარჩენ ხა მე რა ჩა 11 სიხლის სამართლის ფაქტიურად ყოველი მეოთხე მუხლი და აქვთ დარღვეული კი არა და თავზე გადახეული ხარებას და მის ხალხს და ეს მისი ხალხი არიან მისი ძალიან
ერთი სამწუხაროდ სამი რეგიონიდან არის ამოკრეფილი ეს ხალხი ესეც დამაინტერესა და 7-8 სოფელია, საიდანაც ეს ხალხი არის ამოკრეფილი, სულ ყველა ერთმანეთს სოლის ვიღაცა, ბიზნესი, მამიდაში. ესენი უმრავლესობა არის ესე იგი სპორტსმენი, რომელმაც კარიერა ვერ გაიკეთა და რომელიც წამოიყვანა ხარებამ აი აქ ამ საქმეში, დაპატიჟა ამ საქმეში, მისცა ყოვლის შემძლეობის პაგონები, მისცა ესე იგი დაუჯელობის სინდრომი, შუბლზე დააწერა რომ ყველაფერს სანომრე ნიშანი ამოცნობი წაუშალა, ეს ერთ-ერთი რამე რა წაუშალა. ყველა თანამშრომელი იდენტიფიცირებადია. ამ ხალხიდან მინიმუმ ნახევარი ითანამშრომლებს როცა ამის დრომა. გამოძიებასთან. რა თქმა უნდა, საწავლელი ხარებას გასაგებია რომ რაღაც რესურსი დაუგროვდა და ეს ხალხი განწევრი, მან დაღუპა ეს ხალხი, მან პირადად ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩემი აზრით რაც ამ კაცს მიუძღვის ხარებას ეს არის აი ამ 400 ახალგაზრდა ქართველის ჯანღონით სავსე ქართველის დაღუპვა განადგურება ეს ხალხი და ზოგადად ეს სამსახური არსებობდა იმისთვის რომ ყოფილიყვნენ განლაგება ასე გამოიყენებოდა სულ პირველ რიგში მათი დანიშნულება იყო განლაგება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ჭიდილი რუსებთან ჭიდილი რუსებთ ხო გახსოვთ კაცო როგორ იყო ქართულს გაიტაცებდნენ და რაღაცასი გააფუჭებდა რუსი ეს ბიჭები ამას იჭერდნენ ანუ შესაბამის პასუხს აძლევდნენ იქ ადგილზე ეს იყო ამისგან ეს დანიშნულება გაქრა და გაჩნდა რა დანიშნულება ქართველი გოგოს ბიჭის აი ამ 11 მუხში ძარცვა შედის მაო გაძარცვეს ხალხი მეგეთი რა მართლა რა გაძარცვეს ჩვეულებრივ ვიღაცა ტელეფონი ვიღაცა საფულებს არწმევდნენ ფეხსაცმელი ქურთუკი მაგათ ენაზე ტუფლი ეს წარმოუდგენელი ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი სამწუხაროდ უნდა ითქვას და უნდა უთხრათ და ალბათ ვინც გვისმენთ შეიძლება ამ ადამიანებმა ვინ ჩვენ გვისმენთ პატარაა საქართველო ვიღაცა ყველა ვიღაცას იცნობს აი ამ 400 ადამიანის დეიდაშვილი მამიდაშვილი კლასელი კარგი სურველი მათთვის ჩვენ ყველას უნდა ველაპარაკო ყველაფერი აღრიცხულია ლევან ხო ოღონდ ყველაფერი აღრიცხვა არაფერი არ დაიკარგა გესმის 21 საუკუნეა ყველა დანაშაული ყველა მოწმე ყველა თვითმხილველი ყველა დაზარალებული ყველა გამოკითხულია ყველა ვიდეო არსებობს ყველაფერი განთავსებულია ღია პლატფორმებზე რადიო თავისუფლება გინდა თუ რადიო ეს გინდა თუ სააგენტო გინდა თუ ყველაფერი დოკუმენტირებულია აქედან გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს რა ამათ რა უნდა ესმოს იცი აი მაგალითად მაგნისკის სიაში რო არის გომელაური და ხარაზიშვილი და მე აი 400 თუ 500 გედედეს თანამშრომლები ანუ მაგაძე ხო მართლა ეგრე იქნება საომავლო დასავლეთ ევროპაც იმას კი არ მოითხოვენ რომ ანუ ესენი პირიქით ისინი მოითხოვენ ესენი დაისაჯონ კანონის თელესიმკაცრით ანუ მაგათ ხო ეგ პრობლემა შეექმნებათ რომ ამაძე იმასაც ვერავინ ვერ იტყვის რომ ან პოლიტიკურად დევნის ვინმე ან რაიმე ფორმით არა სამოქალაქო ესე იგი სამოქალაქო წრეებშიც არასამთავრობო ორგანიზაციებში გულშემატკივარიც არ ეყოლებათ რომელიც იტყვის რომ იცით რა ამას 5 კი არა პირობითად 8 კი არა 7 წელი უნდა მიეცათ ამ ადამიანებს ყველა მოითხოვს მაქსიმუმს დასავლეთშიც კანონით სამოქალაქო სექტორით ხალხით ყველაზე ულმობელი უნდა ესეც ითქვას ალბათ ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი არის ხოლმე ეროვნული დაკვეთა ყველაზე ულმობელი ყველაზე კაცრი არის ხოლმე ქართველი ერის დაკვეთა როდესაც ახალ დაკვეთას აყალიბებს როდესაც აი ხო ჩემ თავსაც ეხება ეს რა წინა ხელისუფლებას როდესაც ნაციონალ მოძრაობის ჩვენ მიმართაც კონკრეტული დაკვეთა რო ჩამოყალიბდა მე აღარ შეხედეს რა გავაკეთეთ ბიუჯეტი 15 ჯერ გაიზარდა ეს ააშენა ის ააშენა ეს გააკეთა ისიც რომ მიშამ არაფერი ბიზნესის დარგი არ ჩაიდო ჯიბეში განსხვავებით მისი წინამორბედებისგან და შემდგომ მორბედებისგან გესმის აი ამას ყველაფერს რაღაცნაირად გვერდზე გაწევს ულმობელია რა გესმის მართლა ულმობელია ხოლმე რა ვიცი კაი გაგებით ამბობ შეიძლება დაუნდობელია რა იტყვის და მორჩა რა ხალხმა დაუკეთოს არ მინდა ესენი და არაფერს აღარ შეხედა კი დენი არ იყო გაზი არ იყო ის არაფერი არ იყო და ყველაფერი მართლა გააკეთა მაგრამ ნუ მორჩა ესე მინდა და მორჩა ხო და ქართველი ხალხი ყველა ხალხი ესეა როგორ ჩანს მაგრამ ნუ კი არა ცალსახად ესეა მაგრამ ეხა ყალიბდება ქართველი ხალხის დაუნდობელი და ულმობელი დაკვეთა დიდი დაკვეთა რომ ბიძინას მოეთხოვოს პასუხი და მის აემ ხალხს. კი, ერთი და ბოლოს და ეგ იქნება, აი ყველაფერი იქნება მან და ჩვენ ამბობთ ახლა ჩამოთვალე, ხო? აი ის ვერ იტყვის, ასე ვერ დასაჯე. ის რასაც დაადგენს და ამათ მიმართ დაადგენს. იმიტომ რომ აი ამ 400 კაციან ხარებას რაზმა რაც ჩაიდინა ეგეთი, რა ვიცი ხა, რა, მაგას ვინ აპატიებს კი ხო წები ხა რა. 17-18 წლის ბიჭები დაინვალიდებს. სახიძულებით კაცო და სახიძლების დამტვი ჩვენ ისე ვამბობთ თითქოს სახიძულების ისე კანო დაგანგრია რა ეხლა უბრალოდ გაგიმართლა რომ უბრალოდ გაგიმართლა რომ არ მოგტი რა ეხლა ეგ არის დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ზოგ შეიძლება ღამე არ ეძინება კაცო იმ სტრესიდან გამომდინარე რაც ამ ადამიანებმა იქ ნახეს და ერთი ბოლოში გავდივარ ჩვენი პოდკასტის და მე ერთ თემაზე მინდა ძალიან მოკლე რა ამ თემაზე ერთხელ ჩვენ ქონა გადაცემა და აუცილებლად კიდე გავაკეთებ კიდე უფრო დეტალურად და რატო იმიტომ რომ ეს არის
ჩვენი ადამიანებისთვის არის ყოველდღიური პრობლემა, რომელიც უკავშირდება მკვლელ ნარკოტიკს. რამდენიმე დღის წინ სოციოლოგიაში ვნახე განთავსებული ვიდეო, ახალგაზრდა მამაკაცი რა მძიმე მდგომარეობაშია. ეს ვიდეო გავრცელდა, პრინციპში სამწუხარო რომ იდენტიფიცირებადია ეს ადამიანი. მაგრამ ისა ბატონო მურთას მართლა ყოველდღიური პრობლემაა ყველა უბანში, ყველა კორპუსში, სადაც ეს მკვლელი ნარკოტიკები ჩვეულებრივად დისტრიბუცია ხდება, როგორც ახლა შეგვიძლია გამოვიძახოთ მაგალითად ნებისმიერი საკვები და მოგვიტანოს კურიერმა, აბსოლუტურად იდენტურად შეიძლება ამ მკვლელი ნარკოტიკების გამოძახება და იგივე ფორმით მოგიტანენ დაახლოებით ალბათ 1 საათი არ დაჭირდება ნებისმიერ ლოკაციაზე დედაქალაქში განსაკუთრებით უმარტივესია ამის ისა რა ქვია მოპოვება მათ შორის სამწუხაროა რომ ხელმისაწვდომია ეს არასრულწლოვნებისთვის 13, 14, 15, 16 წლის ბავშვებისთვის და სამწუხაროა კიდე ისიც რომ აი ამ ნარკო ამბავში და ამ მძიმე, ასე ვთქვათ, სასიკვდილო ნარკოტიკების მოხმარებაში ჩვენ და სამწუხაროდ სკოლებშიც აქვს შეღწეული ამას და ძალიან ბევრი ბავშვი ძალიან მარტივი გადასამოწმებელია ეს აი ამ მოწამვლით, ასე ეგრეთ წოდებული პერედოზიროვკით, ხო, რუსულად რო ვთქვათ, ხვდებიან საავადმყოფოებში, ეს არის უკიდურესად მძიმე პრობლემა ჩვენი ერისთვის, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ივანიშვილმა მარტივი სქემა აქვს აწყობილი. ჯერჯერობით რომ ძალიან ბევრი მილიარდ შეულობს, იმით რომ საქართველოში უკონტროლოდ არის ეს ნარკოტიკული ნივთიერებები და მეორე, მისთვის მნიშვნელოვანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც მას შემდეგ წინააღმდეგობას ვერ არ გაუწევენ, იმიტომ რომ როცა ნარკო დამოკიდებული ადამიანი ივანიშვილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არა, მისი მოკავშირეები არის. ხო, სამწუხაროდ დაღუპა თელი ქვეყანა. ისევ გავაკეთებ, აი აგერ, ისევ გავაკეთებ. ეს კაცი, აი ამის პირობებში ცხოვრობს. აი ეს ადამიანი ხო არის ბიზნეს ჯარისკაცი. მოკავშირე ამაზე დგას ივანა. აი ამ კაცზე არ თამი ისევ გავაკეთებ. აი ზის ახლა მესამე, მეოთხე კლასის ბავშვები ზიან, თქვა 30 მოწაფე ზის მესამე კლასში, რომელიღაც ქართულს თბილისის რომელიღაც სკოლაში. ბიზნეს ხო უნდა, ხო ზუსტად ვიცით რომ ბიზნეს ურჩევნია რომ აი ესეთი გამოვიდეს იქიდან უმრავლესობა. რა თქმა უნდა. ხო ურჩევნია. კი, განათლების გარეშე. აი ესეთი კაცო ზუსტად ასეთი ის ბაიანის როყრია ის ზაკლაჩიკი იმ ზაკლაჩ ფარ ჩადებს და იქ რო იქეკება ქვაში ქვის ქვეშ რო იქეკება რაღაც არ დედის ხვენია არ მეზობლის არ დღისით ბზისით სკოლის წინ სკვერებში რო ამას აკეთებენ კაცო აი ესეთი ხო აი ხა წარმოიდგინე ყველაზე ტრაგიკული მესამე კლასის მოწაფეები ზიან კლასში და ჩვენ ამას წარმოიდგინე რა მაყურებელო რა ხო წარმოიდგინე და აგზის 30 ანგელოზი ივანიშვილს ურჩევნია რომ აი ამ 30-დან 30-ვე გამოვიდეს აი ეს აი ეს და ყველაფერს აკეთებს მაგისტრი. რაც მეტი ეგეთი გამოვა მისთვის ჯობია. იმიტომ რომ ეს არის რეკრუტირება, აქედან არეკრუტირებს პარტიას, აქედან არეკრუტირებს ოპოზიციის დამჩეხავს და თავისი იდეოლოგიური ამ იდიოტური იდეოლოგიის, აი ამ რუსული იდეოლოგიის, აი ამ სიკვდილი პოლიციას იდეოლოგიის თავარ ამოძახეს, ანუ ჯარს ქმნის რა და ეხლა როგორია რაზე? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ხალხო? აი ამ პირობსაც ხო ეგრე არჩევს, რაც უფრო მაგალითად ეკაველაშვილს მაგიტო დახვდა პრეზიდენტად, რომ მესიჯი გააგზავნო, რომ არ გინდათ, არ წაიკითხოთ, არ ისწავლოთ, არანაირი განათლება არ მიიღოთ, არაფერი არ ჭირდებათ რა. ეგ ხო კონკრეტული მესიჯია. იმიტომ რეტრანსლირებს ის, იმიტომ ის თანამდებობის პირიც ისე გველაპარაკება, კაცო, ამ კაცის დავით გველაპარაკ, ამ კაცის ყაველას ზუსტად ეგეთია. ამ კაცის ენით, ამ კაცის ლექსიკით, ჟესტიკულაციით. პარლამენტში ზუსტად ეგია, ზუსტად იგივეს აკეთებდა. მისი ნორმალ ადეკვატური განცხადება არ არსებობს. აი რაღაცა დაგინება, ვინ ჩვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებს და მართლა ხო შეეწერა ეხა ეგ ხო ის დიდი შეწერილია. მაგას ყველაფერი შეეწერა, მე მგონი რა, რაც კი რამე არ შეეწერა. ო, სხვა სიტყვათა წყობა არ უთქვამს, მიხდი ხო შეიძლება რა. ეს არის შეგნებული ხალხო, ეს არის ბიზნეს და ბიზნეს აწყო უნდა ასეთი. ბიზნეს უნდა ყველა ბავშვი ასეთი იყოს. უკვე კატასტროფა, ამიტომ არ შეიძლება რომ ეს კაცი ერთი დღეც ერთი კვირას, ერთი თვეც იყოს ხელისუფლებაში. უბრალოდ არ შეიძლება გესმით, იმიტომ რომ აი ეს რაც ახლა მე მოგიყევით, ეს არის სავსებით რეალური სცენარი. რომლის განხორციელება ესე 28 მილიარდიანი ბიუჯეტი რო აქვს სახელმწიფოს 400,000 საჯარო მოხელე რო ყავს ეს ყველაფერი ხო ბიზნეს ხელში და ბიზნესა აი ამ ყველა რესურს იმისთვის იყენებს რომ სულ თვითონ იყოს და სულ თვითონ რო იყოს აი ესეთი უნდა იყოს ყველა ბავშვი ყველა სრულწლოვანი აი 11 წლის ბავშვი რო დადის ეხლა 7 წლის მას უნდა რომ როცა სრულწლოვანი გახდება აი ესეთი იყოს აი ეს იყოს რა აქ რო რაღაც უკეთიათ მეორე აქ მესამე და აქ ის აი ეს უნდა რა და ეხლა ეს არის ერის მოკვდინების სურვილი, ჩემი აზრით, აი უფრო ეს არის ქართველი ერის მოკვდინების გაცხადებული სურვილი და ასეთ სურვილს რო გააცხადებს მართველი ხელისუფლება რაც გინდა ის დაარქვი, ის შენ ერი რო ხარ, გინდა ეგრევე უნდა მოიშორო, დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ უნდა მოიშორო.
კი ბატონო და ამ მოშორებაზე ჩვენ ფაქტობრივად პოდკასტში ბოლოში გავედი. დიდი მადლობა გადაუხადოთ ბატონ მურთაზ ოდელავას, რომელმაც ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა ბიძინა ივანიშვილის რუხაძეს კორუფციების და ძალიან ბევრი უთქმელი ამბავიც ითქვა ფაქტობრივად, რაც მე მაგალითად დღეს გავიგე მისი პირველად გამდიდრების ამბავი რა, რომელიც ასე თუ ისე არ ყოფილა საჯარო წყაროებში და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. გამოიწერეთ ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, შემოგვიერთდით და მოკლედ განცხადებასავით მინდა გავაკეთო ჩვენ პოდკასტში. აქტუალური თემა არის არჩევნებთან დაკავშირებით და მინდა ამ თემას ძალიან მოკლედ შევეხო. პირველი, ვინც აპირებს რომ ეგრეთ წოდებულ ბიძინას არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ეს არის ივანიშვილის მხარეს გადასვლა. მეორე, ჩემი აზრით საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დასავლეთი ცივილიზებული სამყარო რომ არ აღიარებს არჩევნებს და ამ დროს ოპოზიციონერი როქვია და ამბობ, რომ მე შევალ ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებულ არჩევნებში უარესი საკანონმდებლო გარემოთი. ანუ მაშინ რას ვეუბნებით ევროპელებს, თქვენ დაასანქცირეთ ბიძინა, თქვენ არ აღიაროთ რეჟიმი, მაგრამ მე უარეს პირობებში შევალ ბიძინასთან, ანუ ეს ერთგვარი აღიარება კი არა, აბსოლუტური აღიარება ქვეყნის შიგნით და შემდეგ დასავლეთი აუცილებლად იტყვის, რომ უკაცრავად, მაგრამ მე რა ვთხოვ, მაშინ რატო დავასანქცირო? რატო ვასანქცირებ ამ კაცს? რატო ხელს რატო არ ვართმევ? შენ თუ ხელს კი არ ართმევ, მის ორგანიზებულ არჩევნებში შედიხარ, სადაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო გაუბედურებული და გაუპატიურებულია პირდაპირ მნიშვნელობით, მე რატომ ვთხოვ, რომ ბიძინა დავასანქცირო, მე რატომ ვთხოვ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვო, თუ იმ არჩევნების შედეგების შემდეგ, რომელიც ჩვენ არ ვაღიარეთ, თქვენ იგივე თამაშის პირობებზე ხართ ბზად, მაშინ ვერ გავიგე ჩვენთან რა გინდათ. ამიტომ ეს რაღაცა ორ მხარეს ბოდიში და ერთი ადგილის თამაში არ გამოვა. ყველას დაერქმევა თავისი სახელი და როცა ვამბობთ, რომ სხვათა შორის გულდაწყვეტილი გულშემატკივრების პოზიცია არის, რომ აი ბიძინა ივანიშვილის არცეთ არჩევნებში მონაწილეობა არ ღირდა. მე თუ მკითხავთ, მე ჩემთვის გასაგები იყო 2012 წელს, რომ რუსულ რეჟიმთან ჰქონდა საქმე, მაგრამ საზოგადოებას კი სამწუხარო რეალობა რო დრო დაჭირდა იმისთვის, რომ დღეს ეძახის ხალხი ყველა, რომ ესენი რუსები არიან. სხვათა შორის დასავლეთსაც 2020 წელს იმას კი არ ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყავდა. ჩვენ უნებოდნენ რომ შედით პარლამენტში 2024 წელს არავინ არ აღიარა ბიძინა ივანიშვილის არჩევნები. შესაბამისად ჩვენ ფაქტობრივად ყველა არგუმენტი წავართვით ამ წლების განმავლობაში რომ არ ეთქვა ვინმეს რომ ესენი ეხა არჩევნებში არ შედიან, მოდი რა არჩევნები დაამარცხე, მოდით რა არჩევნებზე ჩვენ ყველა ჯერზე ყველაფერი ვცადეთ. ოღონდ ეს უკვე მოხდილი გვაქვს. ეს ნანახი გვაქვს. გავლილი გვაქვს და ჩვენ რომ ვამბობთ რომ 2018 წელსაც გაყავდა არჩევნები, 2020-შიც გაყავდა არჩევნები. ბოდიში, მაგრამ 2024 წელს აღიარა საზოგადოებამაც, თელმა ერმა, კოცმაც კი რომ გაყავდა არჩევნები, ისევე როგორც დასავლეთმა. ამიტომ ეს ახადი გვაქვს მოხდილი და მე მინდა პირდაპირ მივმართო ლელოს, გახარიას აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გახარია პირდაპირ გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. უნდა გესმოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს მის მხარეს გადასვლა. გვინდა თუ არა არჩევნები? არჩევნები გვინდა. არჩევნები, კი, და არა ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლი და მისი მოგონილი და გამოსავალი, როცა ამბობთ, რომ გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ერთადერთი, აი ამ რეალობიდან, როცა ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს და არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის დამხობა საქართველოს ივანიშვილის გარეშე და აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები, სადაც ივანიშვილი არ ჩაატარებს არჩევნებს. შემდეგ ცხადია, როგორც უნდათ ყველა ისე გადანაწილდება თავის პარტიებში, ყველა გავა ველზე და ადამიანებს დაელაპარაკება, ვის მიცეს ხმა, მაგრამ ამ პირობებში როცა პოლიტპატიმრები ციხეში არიან, მელიამ და ზურა ჯაფარიძემ რა დააშავეს საარჩევნო კამპანია, იმიტომ ვერ უნდა იყვნენ, მაგრამ არ უნდა ბიძინას. ხო და რა მელიამ გვარამიამ რომელიც რიგშია, უკვე რიგში დგას ხალხი, ხო? ანუ ეს რა არის რა კოლეგიალობაა, რომ ვინც ციხეშია, ესე იგი, ვინც გარეთ დარჩება, იმასმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და პოლ დანარჩენები იწყდნენ კაცო ციხეში და ჩვენ გადავამტრევთ კასპში და თელავში ბიძინა ივანიშვილს. ეს მართლა სასაცილო კი არა, ძალიან სამარცხვინოა და არ არსებობს ამაზე არგუმენტი და შეწყვიტეთ ბოდიში და ერთი ადგილის თამაში. აი ეს განცხადება უნდა გამეკეთებინა, მათ შორის სოციოლოგიებისთვის ვჭირდება, რომ ადამიანებს კარგად აუხსნათ, რატო არა ივანიშვილის ორგანიზებულ არჩევნებში. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო მურთაზ. მადლობა თქვენ და წარმატებები. გამოიწერეთ ჩვენი არხი. კარგად.